ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის შაბათი. 24 მაისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 11 მაისი. დღევანდელი ამ დღის შესახებ ჩვენ გვისაუბრია, ეს არის ძირითადად საუბარი 66-ე. და ეხლა მე ჩამოგითვლით დღეს ვისი ხსენება, ვისი წმინდა ნაწილები გაგვაჩნია, ეს არის წმინდა ბასუსი, ფაბიუსი და ფლორენტიუსი, ეს არის 66-ე საუბარი, ეს არის წმინდა მამერტუს ვიენელი, ესეც 66-ე საუბარია, შემდეგ წმინდა იუსტინე კიეტელი, ეს იტალიაშია ეს ქალაქი, 206-ე საუბარი და ბოლოს დღეს არის ხსენება წმინდა კირილესი და მეთოდესი, არაერთხელ გვიხსენებია ჩვენი წმინდანები, სულ ახლახანსაც მათ შორის, ეს არის 66-ე საუბარი, ეს არის 106-ე საუბარი და ეს არის 351-ე საუბარი და მე ამ წმინდანებზე აღარ შევჩერდები სამაგიეროდ, აი ალბათ ერთ-ერთი ჩემი აზრით გასაოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ. სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ამბავი გასაოცარი, ეს არის ხსენება არის დღეს ქართველი წმინდანის, ეს არის წმინდა ნეტარი ქრისტესია ქრისტეფორეთ წოდებული. ესე არის კალენდარში ქრისტესია ნეტარი ქრისტესია ქრისტეფორეთ წოდებული 1871 წელს აღესრულა. ესე იგი მე ხას ვსვამ 1871 წელს, იმიტომ რომ უწერი 1771 წელი გარდაცვალებისას კი რაც არ არის სწორი გამოჩნდება მისი ცხოვრებიდან, მისი ცხოვრების აღწერიდან უფრო სწორედ. ასე რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამედროვე წმინდანია, უდიდესი წმინდა მამა, აი ხა თქვენ ამაში დარწმუნდებით, უდიდესი წმინდანი, რომელიც აი სულ ახლახანს აგერ რამდენი წელი გავიდა 1871 წელს აღესრულა. წმინდა ქრისტესიას შესახებ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გვაქვს რაღაცა არაჩვეულებრივი, აი რა არის აქ ძალიან განსაკუთრებული ამ წმინდანში, ის რომ ეს ბოლო დროის წმინდანია და რომ ძალიან დიდი მამაა, მაგრამ არის რაღაც არაჩვეულებრივი აღწერა მისი ცხოვრების, არაჩვეულებრივი ქართულით დაწერილი და აი თვითონ ის პიროვნება, ვინც აღწერა, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ არა გიორგი მერჩულე, ჩვენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ესეთი არ გვექნებოდა და აი უნდა რაღაცნაირად მისი ტოლი იყოს რაღაცით. მსგავსი უნდა იყოს, ესე ვიტყოდი, ტოლი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მსგავსი კი უნდა იყოს და აი სწორედ ასეთი ტექსტი გაგვაჩნია, კიდევ ჩვენ ხმარობთ ესეთ სიტყვას კიმენური ტექსტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მისი უშუალო ან მისი ცოცხლიშია დაწერილი, ან უпростоრად იქვე აი მისი მოწაფეების მიერ, ან მოწაფეთა მოწაფე, აი მოკლედ უშუალო შეხება ვისაც ქონდა და აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რაღაცა არაჩვეულებრივი შემთხვევა, ეს არის სპირიდონსაც უწოდებენ, სპირიდონ გრძელიშვილი. მაშინ იყო ეს ტრადიცია, რუსეთში ღებულობდნენ ხოლმე განათლებას და ქართული გვარების გადაკეთების ის არსებობდა, მაგალითად საბინინი, რომელიც ახლა უნდა ვახსენოთ, სპირიდონ გრძელიშვილი, გრძელიევი და ასე შემდეგ. მოკლედ აი ამ სპირიდონის შესახებ მინდა მოგახსენოთ, მაგრამ სანამ ეს მე შესავალს ვაკეთებ და სანამ მე გავუკეთებდი შესავალს თვითონ წმინდანის ცხოვრება როგორ იწყებს ეს იყო მთავარი არქიდიაკონი იყოს სპირიდონ გრძელიშვილი და როგორ იწყებს აი ეს ჩვენ ტექსტი უნდა წავიკითხოთ ახლა ხანდახან დაჭირდება კომენტარი და ხანდახან ისეთი ტექსტია აი ნახავთ მოკლედ ცხოვრება და მოღვაწეობა სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელიც შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორეთ.
რომელიცაც ცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსაშინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა გარეჯად წოდებულისა თავსა ყარაიისასა. ესე იგი გარეჯის მონასტერზეა ლაპარაკი, რომელშიც სხვადასხვა მონასტრის ლავრა იყო დიდი, რომელშიც სხვადასხვა მონასტრები შედიოდა და აი აქ მოღვაწეობდა წმინდა ქრისტესია ქრისტეფორედ წოდებული. ამაზეც აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ჯერ წავიკითხოთ. რა უწერია სპირიდონ გრძელიშვილს, მამა სპირიდონს, ესე ვიტყოდი. მამა სპირიდონს, იმიტომ რომ არქიდიაკონი იყო. უარსოსა არსებად დამწყებელო. არარსებულის, ესე იგი არსების მიმნიჭებელო, მიუცდომელო, აუგებელო და ყოველთა არსთა მარსებელო. წმინდაო სამებაო, სრულო ერთო, არსები და სამო პირებით, პირო მამაო, პირო ძეო და პირო სულო წმინდაო. სამო პირებით და ერთო არსებით. არცა სამსა პირებსა ერთ პირებად ვიტყვი, არცა ერთსა არსებას სამ პირად აღვიარებ, არამედ სამსა გვამოვნებასა შინა ერთსა არსებას ვირწმუნებთ, რომელ არს ღმერთი. ესე იგი, იწყებს ეს აი ამ თავის თხრობას პირველ რიგში აღიარებით, აი ვინ არის, ვინ ლაპარაკობს, აი ლაპარაკობს ის, ვინც აი ეს საფრთხისმეტყველო აზრი აქვს ჩამოყალიბებული ყოვლადწმინდა სამების და მისი პირების შესახებ, რომ ეს ღმერთი ერთია და სამპიროვანია. სამებაო წმინდაო ღმერთო, რომელსა გქონან მადლთა საუნჯენი, რომელსა მსახურებიან მრავალნი დასნი უხურცოთა ძალნი, რომელმან მოულინა ისაიას სერაფიმი და აქვთ განწმენდილი ცეცხლი მარწუხითა და შეახო ბაგეთა მის და ჩვენ ქონია შემთხვევები, როდესაც აღწერს ხოვრების აღწერელი კირილეს ქვითეპოლელი მაგალითად, რომელიც თეოდოსი ექვთიმე დიდის ხოვრებას აღწერს, იქ ყვება, ესე იგი რას, რომ აი როგორ უნდა მოხდეს წმინდანის ცხოვრების აღწერა, რომ ეს ადამიანის ხელთ არ არის, ადამიანს არ შეუძლია, რაც არ უნდა თვითონაც მისი მსგავსი იყოს, აქ რაღაცა აუცილებლად თავებრივი ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს და იხსენებს მამა სპირიდონი იხსენებს აი ისაია წინასწარმეტყველს, რომელსაც ლაპარაკი არ შეელო, ისეთი ის ჰქონდა დეფექტი მეტყველების, რომელმაც ანგელოზმა, რომელსაც ნაკვერცხალი შეახო ენაზე პირზე და დაიწყო მან წინასწარმეტყველება, მოსეც ესე იყო და ნუ მოკლედ აი ეს ამას იხსენებს და თხოვს ესე იგი, რომ განმიწმინდა პირი, რომ მე მოახერხო ამის თქმა და განწმინდა და აღივსო პირი მისი მადლითა შენით, ანუ ისაიას პირი განიწმინდა და შენი მადლით აღივსო. შენვე აღახვენ ბაგენი ჩემნი, აი თავის თავზე ამბობს ეხლა და შეახე ნაპერწკალნი მადლისა შენისა უძლურსა გონებასა ჩემსა, ნახეთ. უძლურსა გონებასა ჩემსა. ეს ეხლა არ არის ფორმალობა და ეს არ არის რაღაცა ხარკის მოხდა თუ რაღაცა რა ყველა ესე ამბობს და ესეც ესე არა აქ აბსოლუტურად პირდაპირ გულისხმება რომ ლოცულობს ეს და აი ლოცვას წერს აქ რა უფალს მიმართავს რომ ისეთი საქმე და რატო გადაწყვიტა ეხა უწერია თვითონაც და აღანთეს ხეული ჩემი ვითარცა ცვილი განანათლე ქალაქი ჩემი და განსდევნე მაშინა დაფერული მთავრობა ბნელისა ქალაქი ანუ პირსული ჩემი ეს ანდრეა კრიტელის შედარებაა დამსვი თავრად განწმენდილი მადლითა შენითა სული ჩემი და გონება შეზღუდე მადლითა შენითა რათა ვიტყოდე სათნოთა შენთა რამე თუ არა თვით ძალმიც რა ისამე ყოფათ მე კი არ შემიძლია არამედ შენგან მოველით სარბიელსა ჩვენსა სრულყოფასა ყოველსა სრულყოფელო მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენ ეხა შემდეგი დებულება ესე რომ ვთქვათ ნუ საერთოდ რო ვილაპარაკო მაგალითად გრიგოლ ხანძთელის შესავალში ესე არის რომ დუმილიოქროა და სიტყვა რაც არ უნდა სწორი და მნიშვნელოვანი იყოს ვერცხლია მაინც და მე რადგან არ ძალმიც დადუმებად ამიტომ
მირჩევნია ამ წმინდა მამების ცხოვრებაზე ვილაპარაკო, რომ უფრო ცუდი არაფერი თქვა რა, სხვა რამე ამაო საუბარს, ეს მირჩევნია, ის ამბობს ესე და აქ ეხა ეს როგორ ამბობს, ნახეთ სხვანაირად. იტყვის მოციქული ქრისტესი იაკობ. ეს ახლა ლაპარაკია იაკობ მოციქულის ეპისტოლეზე. ეპისტოლეზე, რომელიც ახარებაში შედის, საქმე, ესე იგი აი ამ სამოციქულოში როგორც წოდებული. ეპისტოლეები, 4 სახარება, შემდეგ ეპისტოლეები და იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლე, ანუ საზოგადო ეპისტოლეა. რას ამბობს, ნახეთ, რომელმან იცოდეს კეთილი საქმე და არ აქმნეს, ცოდვა არს მისა. აი ეს სიტყვები მოყავს იაკობ მოციქულის. მომეხსენა დამფლული ტალანტისა, დამფლელი ალბათ, ტალანტისა მონა ბოროტი და შემეშინა, ესე იგი გამახსენდა ბოროტი მონა, ანუ აქ ლაპარაკია იგავი ტალანტების შესახებ, იცით ეს ახლა აღარ შეგახსენებთ, ბოლოს ვინც ერთი ტალანტი მიიღო, თქვა რომ არ დავისაჯოო და დავფლავ ამ ტალანტს მიწაში და რომ ჩამოვა ბატონი, მე ამოვიღებ მიწიდან და მივცემო და მართლა ესე გააკეთა და დაისაჯა კიდევაც. ხო და გამახსენდა ეს ბოროტი მონა და შემეშინა, რათა არა სიტყვა მიმეხადოს წინაშე ქრისტესა, ჰოი საყვარელო ქრისტე იესოს მიერ ძმაო მიხეილ გობრონად წოდებულო. ესე იგი ეხლა აქ იწყება უკვე შესავალზე ორჯერ და აქ იწყება ესე იგი მიმართვა. ვის მიმართავს? მიხეილ გობრონად წოდებულო. ჰოი ძმაო. აი ეს რო არ დამემართოს ჩემო ძმაო, აი ესე მიმართავს ვის? მიხეილ გობრონი. ვინ არის მიხეილ გობრონი? ეს არის საბინინი, საბინაშვილი. მიხეილ საბინინი, რომელმაც საბოლოოდ აი დიდი შრომა გასწია, ეს თქვა შესავალში უწერია თვითონ თავის წიგნში და დაგვიტოვა საქართველოს სამოთხე. ანუ მან აღწერა აი სამი საქართველოს სამოთხეში აი ხელი ვიზეც მიუწვდებოდა ყველა ქართველი წმინდანის შესახებ ფასდაუდებელი შრომა გასწია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება აი მასალებს იძიებდა და მთელი ცხოვრება მოკლედ ამას შესწირა და აი რო იცოდეთო რა გადავიტანეო, ეს მიხეილ საბინინი წერს ამას. შემინდეთო და მომიხსენეთო ლოცვებშიო, მიხეილ საბინინი ამბობს ამას და ეს როგორ ჩანს ეს ამ სპირიდონმა რომ დაწერა, მამა სპირიდონმა რომ დაწერა ქრისტესია, ქრისტეფორად წოდებულის შესახებ, ეს იყო სწორედ თხოვნა თუ დაკვეთა სწორედ მიხეილ საბინინის, რომელიც მასთან ურთიერთობაში იყო მეგობრობდა. ხო და აი ხა ამის შესახებ კიდე ჩანართს გავაკეთებ. ჩემგან შეუძლებელსა მაწვევ რა ისამე ხელყოფად. ისეთ რამეს თქო, ესე იგი ეხლა ეს სპირიდონი მიმართავს მიხეილ საბინინს გობრონად, წოდა მიხეილ გობრონი ესე ქვია. გარნა ძალსახთისასა მიუტევებს რომელსაც ჩვენსა და მწამს, რომელ ძალუց ყოველთა სრულყოფილსა ღმერთსა, მე შეუძლებელია, რასაც ახლა შენ მომთხოვ, მაგრამ რადგან თქო, ღვთის ნებას მივენდობი და ღმერთის რომელსაც ყველაფერი შეუძლია ნებისმიერი არასრულყოფილების გამორთო, ხო? რათა არა ვიტყოდე მართლისა ნაცვლად სიცრუესა, ანუ ნათლისა ნაცვლად ბნელსა და მწარისა ნაცვლად ტკბილსა, ეს რო არ თქვა, არამედ რაიცაღა მიხილავს თვალით და ყურით მისმენიეს მასაღვიერებ, რომელსაც ზმანი მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოსანი მრავალმთის მონასტერი. ამ იოანე ნათლისმცემლის, ესე იგი, ამ გარეჯის ლავრაში მეწამებიან მეცნიერნი მისნი, ანუ ვინც იცნობდა და თვალით მხილველნი ქრისტესია მოღვაწისანი, ქრისტესია სახელია. ესეთი სახელი არსებობს, ქრისტესია ერქვა ამ ადამიანს, ვიზაც ახლა დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ და რომელსაც თქვენცა უწყით ცხოვრება იმისი სანატრალისა ბერისა, ნახეთ რა შეუნება, რომელი თქვენცა უწყით ცხოვრება სანატრალისა ბერისა, ამას ეუბნება მიხეილ საბინინს, ეხლა მე ჩანართს გავაკეთებ, საიდანაც ჩანს მიხეილ საბინინის ტექსტი თვითონ რას წერს სპირიდონზე. და თვითონ მიხეილ საბინინი იცნობდა პირადად აი ქრისტესიას. ესე იგი,
აი რას წერს ესე იგი მიხეილ საბინინი სპირიდონის შესახებ. ნახეთ, ძალიან საინტერესო ამბავია სხვათა შორის და მრავლის მთქმელი. ესე მთავარდიაკონი სპირიდონი ახლო მეგობარი იყო ნეტარი ქრისტესიისა. ეს მიხეილ საბინინის ტექსტია თვითონ. და იყო ვიდრე 20 წელი მორჩილა წმინდა დავითის უდაბნოსა, დავით გარეჯის უდაბნოში 20 წელი მორჩილი იყო ეს. მორჩილი. არ იყო ჯერბერად აკვეცილი, ახლა სპირიდონზეა ლაპარაკი. და 20 წელი იყო და გაატარა ეს 20 წელი ამ ქრისტესიასთან ერთად, ქრისტესიას გვერდზე, იმიტომ რომ ბოლოში ვნახავთ ცხოვრების აღწერაში, რომ ერთად ეძინათ. ესე იგი, ერთ სენაკშიც კი არ იყო ადგილი იმ ქრისტესიას სენაკში, მაგრამ ნუ როგორ ჩანს სანამ იმ სენაკში გადავიდოდა, მოკლედ ძალიან ახლო მეგობარი. შემდეგ რაოდენისამე დროისა წვევითა ეშმაკისა ერთად დაუტევა უდაბნო. ესე იგი 20 წელი ხო გაატარა უდაბნოში. და მერე წვევითა ეშმაკისათან, ნუ ეშმაკმა გამოაგდო იქიდან რა მონასტრიდან, წამოვიდა მოკლედ ამ მონასტრიდან რა. ჩამოვიდა სოფლად, ანუ ქალაქში, ეკურთხა დიაკვნად, რაღაცა სოფელსაშინა, ნუ დიაკვნად დანიშნეს რომელიღაც სოფელში და იცოლა, ანუ ცოლი შეირთო, მორჩილი იყო, ანუ ეს ახლა ძალიან ესეთი დარღვევა არ არის, ნუ ხა დასანანია უბრალოდ, თორე აქ თქმა არ ქონდა დადებული მას. და ჩამოვიდა მიატოვა მონასტერი და მოიყვანა ცოლი და ეყოლა ორი შვილი. და ნახეთ ახლა საბინინი ეს მიხეილ საბინი თავის თავზე ამბობს. მე ცოდვილსა მიხეილ საბინინს ეს არ მესიამოვნებოდა. და ერთხელ უთხარი სპირიდონსა, რომ შენ ძმაო უკუნ იქცევი უდაბნოსა ყვალად. იცით რა, ეს უბრალოდ ნათქვამი არ არის. ეს არის რაღაცა წინასწარმეტყველება, რომელიც შესრულდება. ანუ ეს მიხეილ საბინინზეა ლაპარაკი, რომ არ არის ახლა ჩვენ დღეს არ გამოგვიტანია დღევანდელ დღეს, ანუ დღეისათვის დასკვნა მიხეილ საბინინის წმინდანად შერაცხვის შესახებ, მაგრამ ნამდვილად წმინდანია მიხეილ საბინინი, ოღონდ ამ მარტო ამიტომ კი არა, ის რაც გააკეთა, რაც იღვაცა. და უკანვე დავბრუნდი ჩემს საყოფელსა პეტერბურგს. ესე იგი, მას ეწყინა ფრიად, ვიდრე 2 წელი უმძრახი იყო ჩემთან. ესე იგი, მე რო ეს უთხარი, რომ შენ აუცილებლად უდაბნოში დაბრუნდები, სპირიდონს ეწყინაო ჩემგანო და 2 წელი არ მელაპარაკებოდაო. მე დავბრუნდი პეტერბურგში და 1 წლის შემდეგ შევიტყვე, რომ სპირიდონს მოუკვდა ცოლი და 2 შვილი და დარჩა სრულიად მარტო. ესე იგი, ეს ადრეც ალბათ, მაგრამ 19 საუკუნეში რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ეგეთი, რომ დაოჯახებული იყო ადამიანი და დაეხოცა ეს ცოლ-შვილი და მერე გახდა, მერე აღიკვეცა. ნუ გაბრიელ ეპისკოპოსი უპირველეს ყოვლისა, ნუ არა მარტო. და მე წიგნი მივწერე სპირიდონს და ვაწვია უდაბნოსად. ანუ ესე იგი ეს უთხრა, რომ შენი ადგილი მაინც მონასტერია, იმას ეწყინა, ესე იგი მიხეილ გობრონმა, საბინინმა უთხრა აი ამ მთავარდიაკონ სპირიდონს, რომ შენი ადგილი არის მონასტერში, იმას ძალიან ეწყინა და 2 წელი არ ელაპარაკებოდა, ის წავიდა პეტერბურგში სწავლობდა საბინინი იქა და იქიდან გამოუგზავნა წერილი და უთხრა ვაწვია უდაბნო, ანუ უთხრა, რომ ისე უნდა წახვიდე შენ უდაბნოში. და უთხრა, მაინც იქ იქნები მეთქი. ანუ ამ წერილში მიწერა, რომ შენი ადგილი მაინც მონასტერია. შემდეგ რაოდენისამე წლისა დიაკნობისა მისისა აღესრულა სიტყვა ჩემი, აი ჩემი სიტყვა აღესრულა, არ უწერია, რომ წინასწარმეტყველება ახდა, მაგრამ ფაქტიურად ეგ არის, ხო? სპირიდონმა ბერობა მიიღო და შევიდა ქვაბთახევის მონასტერსაშინა, წავიდა ქვაბთახევის მონასტერში. დაჰყო იქ რაოდენიმე ხანი და ყველა წმინდა დავითის უდაბნოსა მიექცა მღვდელმონაზნობის სქემით შესრულებული და აწ იქ იმყოფება დარწმუნებული ჩემი სიტყვისა, რომელ სპირიდან შენ ძმაო ჩემო, წმინდა დავითის უდაბნოსა შინა უნდა მოკვდე. მოსკოვი 1892 წელი, იანვრის 15, ოთხშაბათი, ჟამი 3 შევასრულე. აი ზუსტად უწერია, როდის წერს ახლა ამას. ანუ 1892 წელს სპირიდონი ცოცხალი იყო
ესე იგი, ხა ესეთი კანონიკური დარღვევა ცხოვრებაში არ ქონია, მორჩილი იყო, წამოვიდა, ცოლი მოიყვანა, შვილები გააჩინა, დიაკვნად ეკურთხა, მთავარდიაკონი გახდა. აი ამ პერიოდში წერს, მოკლედ, აქვთ ეს ურთიერთობა სპირიდონს და მიხეილ საბინინს და ამის შემდეგ იგი, ეს შვილი ძოლშვილი გარდაეცვალა და ჯერ ქვათახევის მონასტერში წავიდა და აღიკვეცა და შემდეგ უკვე გუდელმონაზონი გახდა და მაინც დავით ამ გარეჯის ლავრაში დაბრუნდა და ეხლაც იქ არის, ანუ ამას წერს 1892 წელს. ამას წერს მიხეილ საბინინი. და კიდევ, ესე იგი, კიდევ სანამ გავაგრძელებ და უშუალოდ თხრობაზე სანამ გადავალ, ანუ სპირიდონის აღწერილობაზე. ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ სამი ხელნაწერი შემოგჩა და ერთი უშუალოდ სპირიდონის მიერ დაწერილი, მისი ხელით ნაწერი, რომელშიც ძალიან ბევრჯერ არის გადაკეთებული რაღაც, მაგრამ მოკლედ სამი ხელნაწერი შემოგჩა ქრისტესიას ცხოვრება და აი ერთ-ერთ ხელნაწერში სავარაუდოდ თვითონ სპირიდონის ხელით დაწერილში არის ჩანახატი, იქ ჩვენ ნახავთ მერე, როდესაც ქრისტესიაზე ვისაუბრებთ, როგორ ქონდა რაღაცა დიდი ჭური, რომელშიც ასხამდა კოკით წყალს და იქ ინახავდა ცივ წყალს, ინახავდა ხალხისთვის, რომ ხალხისთვის წყალი მიეცა. ამას წავიკითხავთ ჩვენ. აი ეს ჩანახატი არსებობს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ჩანახატს მოვიპოვებ და მოგვიანებით, ეხლა არ გამაჩნია, მოგვიანებით მოვიპოვებ და გაგაცნობთ რაღაცნაირად ალბათ. ნახოთ ეს ერთი. და კიდევ მიხეილ საბინინს გარდა ესეც ვერ მოვიპოვე ჯერ, აქ ესე წერია, რომ მას თვითონ აქვს დაწერილი ქრისტესიას შესახებ. თვითონაც რო კარგად იცნობდა და ავსებს ერთგვარად აი ამ სპირიდონ გრძელიშვილის მონათხრობს. აი ეს არის ესე იგი შესავალი, რომელიც მინდოდა გამიკეთებია და ეხლა ვიწყოთ კითხვა. აი დავიწყოთ ეხლა უშუალოდ სპირიდონის ტექსტის კითხვა. აღარ ვიტყვი ისევ, აი როგორი ქართული ენით არის ნაწერი და როცა საჭირო იქნება გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ძირითადად გონი არ ჭირდება. მე-18 საუკუნესა შინას ცხოვრობდა კაცი იგი ღვთისა ქრისტესე, ანუ დაიბადა მე-18 საუკუნეში. დაიბადა მე-18 საუკუნეში, სავარაუდოდ ეს არის 1791 წელი, ნუმერი გამოჩნდება 80, სავარაუდოდ, იმიტომ რომ 80 წელზე ნაკლების არ იყო, რომ გარდაიცვალაო, ესე უწერია, ზუსტად არ არის, ხა ზუსტად მაშინ ვინ იტყოდა, ხო ეს ზუსტად რამდენი იყო, არ იყო ცნობილი და მოკლედ მე-18 საუკუნეში შინას ცხოვრობდა, ანუ დაიბადა კაცი იგი ღვთისა ქრისტესია. ესე სანატრელი და ღირსი ხსენებისა იყო დასავლეთის საქართველოით, დასავლეთ საქართველოდან იყო წარმოშობით, მინგრელიით, ანუ სამეგრელოდან, დაბიოთა ერისაგანი, ანუ კეთილშობილი, ანუ რა ვთქვი, გლეხი იყო და მაშინ ჯერ კიდევ ბატონყობა არსებობდა და ეკუთვნოდა იგი რომელიღაც ბატონს, აი ხა ნახავთ. იქორწინა ჯულიერითა ქორწინებითა კანონიერად დაქორწინდა და ესვა მხოლოჩობილი ძე და მეუღლე და შვილი მისნი, ესე იგი ცოლი ყავდა და ერთი შვილი ყავდა და გარდაეცვალა, აღესრულა შემდეგ რაოდენისამე წლისა. თავიდანვე არა აქვთ სურვილი ცოლთა შეუღლისა, გარნა ბირებითა და იძულებითა ბატონისათა იქორწინა. არ უნდოდა ეს ქორწინება თავიდანვე, მონასტერზე არის ესე ლაპარაკი, ქრისტიანული მონასტრული ცხოვრება უნდა, მაგრამ ბატონმა დააძალა და მოკლედ მოიყვანა ცოლი, მაგრამ აი გარდაეცვალა ეს ცოლი. ხოლო პირველსავე სიტყვასა ჩვენსა მივექცეთ. აღესრულნეს რა მეუღლე და შვილი მისნი, აწევდა მეორესაცა ქორწინებასა მებატონე მისი ცოლი და შვილი მოუხდა, კიდე ერთხელ მოიყვანეო ცოლიო მებატონე მუთხრა.
გარნა იგი ნეტარი ყოვლად არც აღა თუ ყურად იყო განზრახვა იმისი, არამედ მიისწრაფა სულიერისა მოძღვრის თვისისა და თავის მოძღვარს მოუყვა ყველაფერი ამ ქრისტესია. და მიუთხრა ყოველი რაიცა გულსა ედვა, ანუ აღუარა სანაწელს ამას მოძღვარსა თვისა, რომელმაც არ რწმუნებული მის და ცხოვარი, ანუ ეს რწმუნებული მის და ცხოვარი, ანუ ის მისი ცხოვრება ჩაბარებული ყავდა რა მოძღვარს ეს ქრისტესია, როგორც ცხარს აბარებენ, ხო, მეცხვარეს. კეთილისა და მშვენიერისა სულის ამაორძინებასა, საძოვრისა გზასა ამცნო წარსვლაი და ეტყოდა მოძღვარი. ესე იგი, როდესაც თავის მოძღვარს ეს ყველაფერი უთხრა, რომ არ უნდა ცოლის მოყვანა და აი მოძღვარი ხარ ასეულება. შვილო ქრისტესია, ეხლა ეს მოძღვრის სიტყვებია, მისი მოძღვრის. შვილო ქრისტესია, პირველადვე სურვიელ იყავ მაგას განზრახვასა, შენ თავიდანვე გინდოდა ეს მონასტერში წასვლა. გარნა არა წარგემართა შიშისაგან ბატონისა შენისა, შენი ბატონი შიშით ვერ გაბედე ამის გაკეთება. დააც განუსაკუთრე თავი შენი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ეხლა კი მიუძღვენი შენი თავი იესო ქრისტეს. რომელმანცა ჩვენ განგვათავისუფლა მონებისაგან ეშმაკისაგან. იესო ქრისტე ბატონისა კი არა, ეშმაკის მონებისგან განგვათავისუფლა. მანვე სახიერმა და კაცთათვის სისხლისათვის ისა დამთხეველმან მოგეცინ სრულყოფა სიყვარულისა მისისა. ეს მისი სიყვარული სრულყოფა მანვე მოგვანიჭა ჩვენ. განაშვილო გამცნებ მოძღვარი შენი, მე შენი მოძღვარი გეუბნები. რათა წარხვიდე ქვეყანასა საქართველოსა, ანუ აქ იგულისხმება აღმოსავლეთის საქართველო, უდაბნოსა გარეჯისასა. ესე იგი, ხომ მივიდა, რა ვქნა, ესე არ მინდა ცოლის მოყვა. ეს კიდე უნება წადი გარეჯის უდაბნოში, პირდაპირ ეუბნება, წადი გარეჯის უდაბნოში, რომელას თავსა ყარაისასა, სადაც ჩაივლის მდინარე მტკვარი. მოკლედ გეოგრაფიულად უხსნის, სად უნდა წავიდეს, სადაც ჩაივლის მდინარე მტკვარი, რომელსაც ეწოდების მრავალმთა გარეჯა. ესე იგი, ამ გარეჯის მონასტერში, როგორც მოგახსენეთ, ლავრაა, ეს გარეჯის ლავრა ჯერ კიდევ 19 საუკუნეში ფუნქციონირებს, მე ამ კომუნისტების დროს გავერან დაიქავრობა და დღეს, მადლობა ღმერთს, რომ აღდგა ეს მონასტერი და ფუნქციონირებს დღესაც და რომელსაც ეწოდების მრავალმთა გარეჯა, სადაც ღირსი მამაი ჩვენი დავით მოღვაწეობითა და ოფულ თოლვარებითა და ტირილითა და მარხვითა და მრავლითა სადნობითა მკვიდრობდა. დავითი, ღირსი მამაი ჩვენი დავით გარეჯელი, ვის დაარსა, მკვიდროდა. და ეხლა ნახეთ, ეხლა არის ჩამონათვალი, ვინ მოღვაწეობდა ამ გარეჯის ლავრაში და ძალიან მოკლე დახასიათებაა. ისეთი მძაფრია ეს ყველაფერი, რომ აი საოცარი სურვილით აღენთო ეს ქრისტესია, აი ამ საუბრის შემდეგ. სადაც ღირსი მამა დოდო გარეჯელი და მოძღვარი უწმინდესისა თვისისა ვითარცა მზემ ნათობდა, რომელმა ნათელსა მთავარსა რუსთავისასა ბუბაქარს ბარბაროს და ძეთამისთა და მრავალსა რიცხვსა კრებულსა მწყსიდა და საფლავი მისი ყოველსა დღესასწაულსა მისა სრულნელებასა განუტევს. დოდო გარეჯელით იწყებს ჯერ, ხა რა თქმა უნდა მე აღარ განვავრცო ამ თემებს, იმიტომ რომ ცალკე თითოეული მათგანი, ვიდრე ახლა ჩვენ მოვისმენთ, ცალკე საუბრის თემა, რა თქმა უნდა. დოდო გარეჯელი, რომელმაც მთავარი მოაქცია ბუბაქარი ბარბაროსი და მისი შვილები და მონათლა და მისი საფლავი დოდოს დღემდე, ესე იგი ეს 19 საუკუნეში ჯერ კიდევ ყოველსა დღესასწაულსა მისა დოდოს დღესასწაულზე საოცარ სურნელებას განტევებს, გამოსცემს. წარვეთ შვილო, სადაცა ღირსი მამა და პირბშომოწაფე ლუკიანე ნაცვლად მოძღვრისა თვისსა კრებულსა მონაზავთა სამწყსიდა და ირემთა ვითარცა ძროხათა წველი და ესე იგი, ეხა შემდეგი წმინდანი. ეს არის პირმშომოწაფე, იმიტომ რომ ესე იგი პირმშო რა არის? ეს არის პირველი შვილი, ხო? აი პირველი სულიერი შვილი, დავით გარეჯელის ლუკიანე. დავით გარეჯელის შემდეგ ვინც დარჩა მონასტრის წინამძღვრად და ბერების მოძღვარი გახდა და ვინც ეს დავით გარეჯელის ცხოვრებიდან არის, ვინც ირემს წველიდა, ირმები ხო მოდიოდნენ მათთან მოსაწველად და როგორც ძროხას ისე წველიდა ირემს. სად ღირსი მამა
და წინამძღვარი გარეჟისა პავლე ეტყოდა ძმათა, ეს ის ადგილია, სადაც ლუკიანე იყო, სადაც დოდო იყო, სადაც პავლე იყო, ეტყოდა ძმათა, იოანე ღვთისმეტყველი მოგცემსო ძმანოს აზროვნავსო თქვენსა და ესე იგი იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და საჭმელი არ ქონდა და ნუ გეშინიათო ძმანო პავლეონებ და იოანე ღვთისმეტყველი მშიერს არ დოქტორებსო და მყის მოიტანა ცოცხალი თევზი ორბმა და შთამოუტევა ძმათა დღესასწაულსა იოანე ღვთისმეტყველისას ორბი მოფრინდა და კლანჭებში დიდი თევზი ქონდა გაუშვა და ჩამოუკვდა. წარვე ჩვილო ქრისტესია, სადა ღირსი მამა არსენი წინამძღვარი დიდი სამონასტრისა, რომელსაც 10 წამებულად უწოდებენ, დიდი მონასტერი, ანუ მოწამეთა მონასტერი, რომელსაც დღეს ესე უწოდებენ, რომელიცაც წინასწარმეტყველების მადლიდან ნიჭებული იქნა, რომელსაც ჰქონდა წინასწარმეტყველების მადლი და შეკრიბნა მამანი მრავალმთისანი, ესეც ამის შესახებაც გვისაუბრია ჩვენ გარეჯელი მოწამეების შესახებ და დღეს კი ქვია მოწამეთა მონასტერი, მაგრამ აი ეს არსენი წინამძღვარმა იწინასწარმეტყველა და ამცნო მოსვლა შეკრიბა მამანი და ამცნო მოსვლა უღმრთოთა აგარიანთა უწინარეს ერთისა შვიდეულისა. ერთი კვირით ადრე უთხრა, რომ აგარიანელები, ნუ აქ შახაბასის ლაშქარზეა ლაპარაკი, ესე იგი რომ მოვლენ და დაარბევენ და დაგხოცავენ სულ ყველას, ვინც აქ ავართ. და განუცხადა, რათა არა უარყვონ ქრისტე, არამედ დაეფარნენ. იცით რაო? ასე უთხრა, აქ წერია, თორე ეს გვისაუბრია ამაზე, რომ უთხრა, რომ ქრისტეს ნუ უარყოფთ, ვისაც არ შეგიძლიათ წადით, დაიმალეთ. აი ერთი კვირის მერე მოხდება ეს ამბავი. და ვინც დარჩება, იმათ აიძულებენ ქრისტეს უარყოფას და ვისაც არ შეგიძლიათ, ნუ დარჩებით. და უკეთო არა თავს იდებდნენ სიკვდილსა ქრისტესათვის, მაშინ მიექცნენ მეტყველნი და კითხვიდეს, მაშინ ხო, ესე იგი თუ არ უნდათ ქრისტესათვის სიკვდილი არ შეუულიათ, მაშინ უნდა წავიდნენ დაიმალონ. მერე მეტყველნი, ანუ ესე იგი მიუბრუნდნენ ზოგიერთი ნუ ვიღაც ვისაც კადნიერება ჰქონდა და ეუბნება მამა არსენს. მამაო, მამათაო, ჩვენო მოძღვარო, შენ რა იგეგულების ყოფათ, ოდეს მოვიდნენ უხთონი იგი? შენ რას იზამ? სხვათა შორის, აი თუ მოვლენ, შენ რა გეგმა გაქვს? სხვათა შორის მე პირადად მქონდა ესეთი ზუსტად ეს შეკითხვა დაუსვე ადამიანს, ეს იყო სოხუმში, ეს იყო მონახტისა დავითი. ესე ერქვა ნათლობაში კი არა, დაერქვა ეს სახელი, სხვა შორის მეუფე დანიელმა დაარქვა იქა, სოხუმში, ეს იყო ჟიული შარტავა, რომელიც, ამ პიროვნებაზე აღარ შევჩერდები, ხო და ეს იყო მაშინ მმართველი სოხუმის, პირველი პირი იყო, ხელისუფალი და უკვე ცხადი იყო, რომ უნდა შემოსულიყვნენ სოხუმი, უნდა დაეცემოდა და ჩვენ მივკითხე პირადად, რომ თქვენ რას აპირებთ მეთქი რა და რაღაცა ჩაეცინა ესე და ჩვენ ვიფიქრებთ რაღაც გასვლაზე იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ გავსულიყავით და თქვენ როდის გადიხართ მეთქი და არ გავიდა და ესე მოწამეობრივად აღესრულა, ეს კიდე ცალკე საკითხი. და აქაც ზუსტად ესე კი არა, აქედან მოდის ეს ყველაფერი, რომ მამა არსენის ეკითხებია, რომ შენ რას აპირებ, როდესაც ისინი მოვლენ. ხოლო მან მიუგო და რქვა, და იმ არსენიმ პირდაპირ უთხრა, შვილნო, მე ოდეს აღვიღე ჯვარი და შევუდე ქრისტესა, ძესა ღვთისასა, მაშინ მოვკვდი ქრისტესათვის. ნახეთ რას ეუბნება. და ვითარცა ესეს თქვა, მაშინ ხმაყვეს ყოველთა ერთითა პირითა მეტყველთა, ყველა ეს ბერები, სინამდვილეში ვიღაცები წავიდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მონასტერმა ესე უთხრა, უპასუხა, ჰოი ყოლად პატიოსანო მამაო, არა ეგრეთ ჩვენცა შეუდექით და ქრისტესა ვითარცა შენ, ჩვენც რა ესე არ გავაკეთეთ, ღვთის სულიერო და არაოდეს დავფარავთ თავთო ჩვენთა შიშისათვის სიკვდილის შიშის გამო ჩვენ თავს არ დავფარავთ. რამე თუ თანაგვაც ერთგზის სიკვდილი და მერმეღა საუკუნო საშვებელი. ერთხელ კვდება ადამიანი და ჩვენ გვინდა რომ ისე მოვკვდეთ, რომ საუკუნო საშვებელი მივიღოთ. არა ესრე არის სარბიელი ჩვენი მონაზვნებისა, არა მისთვის დაუტევეთ ქალაქნი და სოფელნი და გამოვეთ, რათა მოვკვდეთ ქრისტესთვის.
ესე იგი ამისთვის არ გამოვედით, რომ ქრისტესთვის მოვკვდეთ. ჩვენთვის სიკვდილისა თავმსდებელისა. ნუ ზოგადად სქემატურად ესეა, რომ ქრისტემ ჩვენთვის მოვკვდა და ჩვენ მოვედით, რომ ქრისტესათვის მოვკვდეთ. სადღა უნდა წავიდეთ? უწყით პატიოსანო მამაო, რომელიც ჩვენთვის გელმის, ნუ უკვე დავბრკოლდეთ. გითხარი, რას ფიქრობ შენ ჩვენზე, რომ ნუ დავაბრკოლებ ეხლა და ნუ გვეტყვი, რომ უნდა წავიდეთ, ვერ წავალთ. ნუ იყოფი, ნუ არის ყოფაი ქრისტესი, რამეთ უმჯობესას სიკვდილი, ვითარცა თქვა ქრისტემან, რომელმან უკეთესი, აი ახლა შენ რასაც გვთავაზობ, უკეთესი არჩევანი არის ქრისტესათვის სიკვდილი, იმიტომ რომ თვითონ ქრისტემ ესე თქვა, რომელმან წარიწმინდოს სული ამასოფლსა ჩემთვის, სული ანუ ცხოვრება დათმოს და სახარებისათვის მან აცხოვნოს იგი. ყველა ჩვილო ეხლა აგზელებს ეს მოძღვარი, ამის შემდეგ კიდე მოხდა იქ რაღაცები, გარეჯის უდაბნოში აგზელებს წევნება, ყველა ჩვილო ნუ ცხოვრობდა ღირსი მამა წინამძღვარი მესამე წინამძღვარი გარეჯის თეოდოსი დოდორქელი, დოდოს რქა არის კიდე იქ მონასტერი და აი ამის წინამძღვარი წმინდა და მადლითა განშვენებული ესე წინამძღვარნი იყვნენ, ოდეს უქთოთ აგარიანთა აწამნეს წმინდანი და ღირსნი მამანი მრავალმთისანი, სადაცა მონაზონი ვითარცა ფუტკარნი სიტყვებასა შეკრებელა. აი ეს მონაზვნები, როგორც ფუტკარი აგროვებს სიტყვებას, ესე ფუსფუსებდნენ ეს მონაზვნები და ბერები და ამ სიტყვებას აგროვებდნენ. სადაც წმინდა ეპისკოპოსი იოანე მანგლელი აღიზარდა. ესე იგი აი თელი სიკეთეები რაც არის აი გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული იმას ჩამოუთვლის. ეპისკოპოსი იოანე მანგლელი უდიდესი წმინდანი, ხო? ესეც თითქმის თანამედროვე აღიზარდა, მონაზვნობის წესითა და მრავალი წელი დაყო ქვაბსა შინა ბერთუბნისასა, რომელ სენაკი მისი აცაიხილობის დღესაც არსებობს იოანე მანგლელის სენაკი. ცრემლითა მისდა მორწყული. სენაკი, რომელიც მისი ცრემლებით არის მორწყული, რამეთო სასწაულნი მისნი წერილ არიან წიგსა ჯვარშემოსილ. ჩვენ ამ წიგზეც გვისაუბრია ჯვარშემოსილზე, იოანე მანგლელსაც და იქ არის აღწერილი მისი, რომლისა მოღვაწე გვამი სხეული. განუხრწნელად არს დებარე თბილისის სიონის soborusა შინა. აი სიონის ტაძარში იოანე მანგლელი დღესაც არის. დღესაც მისი საფლავი იქ არის, რამე თუ პირველად დებარეობდა უდაბნოსა გარეჯისასა და მუნით აღმოიღეს წმინდა გვამი მისი ყოვლად მრთელი განუხრწნელი, ანუ მირონ წრთოლვარე, მეფისა თეიმურაზის ბრძანებით, რათა სცვიდეს სამეფოსა ქალაქსა. მეფე თეიმურაზმა აღარ ჩაუღრმავდები ხა დეტალებს, გადმოასვენა და სხვათა შორის გიორგი მე-12-მ სასიკვდილოსენით იყო დაავადებული და გაახსნევინა ეს საფლავი და ამოაღებინა ეს და შეეხო და განიკურნა. ეს ბოლო მეფე საქართველოს. წარვეთ ჩვილო, სადა სამგზის სანატრელი ილარიონ ქართველი იმყოფებოდა. მარტო ეს კი არა, ჩვენ ილარიონ ქართველზეც გვაქვს ნასაუბრები, ეს ადრე იყო უფრო, მაგრამ ილარიონ ქართველი აღიზარდა მონასტერში. სენაკი მისი იხილების ზემორეხევსა შინა პირისპირ ცრემლის წყლისა, სადა მამისა ძმაი თვისი ცალი თვალით განკურნა და განუტევა სახით თვისა თავისი მამის ანუ ბიძა, აი ცრემლი, აი წვეთავს, დღესაც წვეთავს ესა და იქ იყო მისი სენაკი, ილარიონ ქართველის და განკურნა. ყოლად შვილო მიგითხრა სხვაცა საკვირველი. ესე იგი ამ გარეჯის უდაბნოზე უყვება ეხლა რომ ეს ცეცხლი აანთოს მასში და ეხლა კიდე უნდა მოგიყო ერთი ამბავი ეუბნება. ჩვენ ეხლა ჯერ ქრისტესის ცხოვრებაზე არ გადავსულვართ. ეხლა ჯერ იყო мотиваცია, რატო გადაწყვიტა მან გარეჯის უდაბნოში წასვლა. რომელ ოდესსა ღირსი მამა დავით სანატრელი წავიდა იერუსალიმს თაყვანისმოთ საფლავისა ქრისტეს ღვთისა ჩვენისა. ესე იგი ეხლა უყვება ამბავს დავით გარეჯელის მოგზაურობას იერუსალიმში. საფლავის მოსალოცად იყო მამა დავითი წასული გარეჯელი, წმინდა დავით გარეჯელი იერუსალიმში. და მოიქცა მუნით მადლისა წარმომღებელი. ნუ ეხლა არც იმას მოყვები ეხლა. სამი ქვარო წამოიღო იქიდან და ეპისკოპოს გამოცხადება ქონდა რომ ვიღაც უცხოელი არ ჩამოსულიო და მთელი მადლი მიაქო და დაეწიე და ორი ქვა წაართვეს მოკლედ და დააბრუნებინეს ერთი ქვა წამოიღო. ინახება ეს მადლის ქვა დღესაც. და მოიქცა მუნით მადლისა წარმომღებელი და მოიკითხა ძმანი და მიმართ გარე მონასტრისათა ნაპრალებით და წესასა, სადაც მარტოები ცხოვრობდნენ მონაზონი.
და მიმავალმა ბერთუბნად იხილა ბერი ვინმე. ესე იგი, რომ ჩამოვიდა, ბერები უკვე ცხოვრობდნენ აქ, ეს ის პერიოდია, უკვე შემდგომი პერიოდია, ის დასახლდა და გარეჯის უდაბნოში და უკვე ბერები ცხოვრობენ და ნაპრალებში, აქ გარშემო გარეჯის უდაბნოს, გარშემო დღესაც არის ნაპრალები და იმ ნაპრალებში ცხოვრობდნენ და ვინმე ბერი მოიკითხეს ურთიერთას და ამბობს იყო ბერმა და რქვა ამას დავით. და აი ერთ-ერთ ბერთან მივიდა, მოიკითხეს რაღაცა და დავითი ეკითხება ბერს, რომელიც ნაპრალში ცხოვრობს. ვით არ ცხოვრობ, ძმაო, როგორ ახარ? ხოლო ბერმა სულ თითქუნა და რქვა. ამოიოხრა იმ ბერმა და უთხრა, რომ აი წყალია არის, ორი წყალია, ორი წყაროა, მაგრამ ორივე მწარეა. ორივე მწარე აქვს და ნიახური მიდგა გარემოს წყაროს ამის და სასმელი წყალი მწარე და ნიახური პურად მაქვს და იგიცა მწარე. რამე თუ ამითი ვრწყავ და ეს რაც იმ მწარის არ ცხოვრება ჩემ. ხო და უთხრა რომ ორი ეს ახლა იგარეჯის უდაბნოს ნახდება. ორი წყაროა და ორივე მწარეა. ხო და რა ვქნა, ნუ ამ წყალს ვსვამ, კი არა და ნიახური, პურად ნიახური, ანუ ნიახურს ჭამდა მარტო, მეც არაფერს მოყავდა ეს ვანი და რადგან ნიახურსაც ამ მწარე წყლით ხომს, ეს ნიახური მწარეა და ესეთი მწარეაო ჩემი ცხოვრება და მაშინ ულოცა ღირსმა მამა დავით და დაუტკბო წყალი ერთი თვალი, ხოლო მეორე დაუტევა მწარე, ერთი წყარო დაუტკბო. და იხილა რა ბერმანს საკვირველი ესე განიხარა ფრია და ადიდებდა ღმერთსა. რომელმა მისცა სასწაული საკვირველი, ხოლო ბერსამას აქვს სენაკი მცირე. ერთი საწოლი გამოკაფული კლდესა შინა და თავსა ქვეშა სართავად ედვა მისგან გამოკვეთილი ლოდი და ედგა კაკლისა ხენი და ნუში და ლეღვი მისგან დანერგულნი და წყარონი ვიდრე აქამდე იხილვებიან ერთი მწარე და მეორე ტკბილი და გარემოს ნიახური დღესაც მიმავალნი იხილავენ წამოფარებულსა კლდისა ქვეშე. ეხა ესეც რატო გაჩერდა ესე დეტალურად. აქ დავით გარეჯელზეა ლაპარაკი და აი იმ ბერზე ვიც დავით გარეჯელი ვისაც შეხვდა და იმან მოკლედ აი შესჩილა რომ წარეწყალია და აი ეს ნიახური რომელიც წარეწყლით ირწყვება და სენაკიც იქ ქონდა გაკეთებული ძალიან ვიწრო და აი სენაკი ქვაზე ეძინა და ქვაედო თავქვეშ და მოკლედ დღესაც არის ამის ნახვა დღესაც შეიძლება დღესაც არის ორი წყარო ერთი ტკბილი და ერთი მწარე და რატო ეხა იმიტომ რომ მე გავუსწრებ მოვლენებს წინ და აი სწორედ ქრისტესია ესე იცხოვრებს ეხა ჯერ ქრისტესია ისმენს ამ საუბარს და უნდა წავიდეს გარეჯი მაგრამ გაივლის დრო და ქრისტესიას სენაკიც ესეთი იქნება ერთი ამ სენაკში ერთი ადგილი იქნება ქვაში გამოკვეთილი ესე იგი საწოლი და თავქვეშ ქვა რომელსაც ტყავი ექნება გადაფარებული იმიტომ რომ არ ნახოს სხვა რომ ქვაზე აგდებს თავი აი რაღაც ესეთი ამბავი მოისმინე რა მოძღვრებაი სულიერისა მამისა კაცმა ღვთისამან ქრისტესია აი ქრისტესემას ყველაფერი მოისმინა მყის გაუნათლდა გონება და ვითარცა ძილისაგან განიფრთხო და ეტყო ძავა თითქოს გამოიღვიძა ქრისტესიამ და ეტყო და მოძღვარსათვისა მამაო სულიერო ვინა უწყოდე ეგოდენი საკროულნი ადგილი და სასწაულით აღსავსო წმინდათა კაცთა საყოფები საიდან იცოდი ეს ყველაფერი აი რაც ახლა მომიყევ თავს მოძღვარს ეკითხება საიდან იცი ეს და მამამა სულიერმა უთხრა ამ მოძღვარმა შვილო მე ყოვლად ცოდვილი და უღირსი მას სანატრელსა და გულის სათქმელს ადგილთა აღვიზარდე მე გავიზარდე იმ გარეჯის მონასტერში მოძღვარი იონე ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა და უწყი ესეცა მიგითხრა შვილო რომელ მეფეთაგან პატივცემული ადგილი არის ვითარცა ღვთისგანაცა მადლითა და სასწაულით აღსავსე არის ადგილი იგი მრავალმთისანი აი ეს ადგილი გარეჯის უდაბნო მეფეებისგანაც კი დაფასებული ადგილია არა მარტო მე ცხოვრობდი იქა და იქიდან იქ ავიზარდე მეფე კახთა ალექსანდრე ხაისა მოძღვარი ყვება მოვიდა ხილვად სამხოლოესა ღირსისა მამისა დავით სანატრელისასა რამე თუ აქვს სასოებაი ფრიათი დავით არ იხილა ყოველნი მონასტერი და მცხოვრებნი მამანი მოღვაწებით სთნდა წესნი და საყოფელნი სულთა სატრფონი
და დაუტევა მეფობა იქ ქვეყანიური დიმიტრის ზესათვისა მე ახაც აღარ ჩაუღრმავდებ ისტორიას მეფე ალექსანდრეზე და მიშულ დიმიტრიზე ლაპარაკი და რომ მოვიდა პირველად რომ ნახა იმდენად მოეწონა რომ უარი თქვა მეფობაზე მეფობა თავის შულს გადააბარა და თავის ამალასთან ერთად დარჩა მონასტერში და თვით შეიმოსა სახე მონაზვნებისა და უწოდეს სახელი ათანასის რომელმაც მრავალი ღვაწლი დადო, რამე თუ აღაშენა კოშკი და ზღუდენი მის მონასტრისანი, რომელიც ვიდრე აქამდე უწოდებენ ალექსანდრე მეფის კოშკად და აქ უნდა სენაკად თვისად შეამკო მხატვრობით და ხრახნილებით ოქროც ცურვებულით, ოქროცურვილი, ანუ ოქროთი მოახატინა. მასვე მეფეს აღუშენებია სამარტვილო წმინდათა ღირსთა მოწამესა და მასთანა მოსრულნი მხედარნი იქმნენ მონაზონ. აღივსო მთანი და ნაპრალნი მრავალმთისანი ვითარცა იხილეს მეფე არღარა მიიქცა ქალაქათვისა რომ დაინახეს რომ ეს მეფე აღარ დაბრუნდა ქალაქში ეს მისი არცასპანი მისნი მიმხედველნი მეფისანი ანუ მეფეს მიბაძეს და ეს ჯარისკაცების დარჩენ გამოკვეთნეს სენაკნი მრავალნი და ეკლესიანი სავანეთა მათთა და საფლავი მის მეფისა და სხვათა მეფეთა და კათალიკოსთა მთავართა ეპისკოპოსთა ივანე ღვთისმეტყველის ეკლესიისა შინაარს. აი ეს არის ამბის დასასრული ფაქტიურად. ამათ სანატრელთა ადგილთა ეხა ეს უყვება ისევე ეს მოძღვარი. ორნიოდინღა მონასტერი დარჩა, რომელთა შინა მონაზონი ცხოვრობენ სულთა სატრფოსამის მონასტერთა არიან და მრავალნი ეკლესიენას სენაკნი ახსავსენი ნაწილთაგან წმინდათა ღირსთა მოწამეთა. ნუ დღეს აი ამ ალექსანდრე მეფის მიერ აშენებული ორი მონასტერი გადარჩა და მრავალი სენაკია კიდევ რომელშიც წმინდა მამების აი წმინდა ნაწილებია ბერების თვითონ ამ სენაკებში. პირველსავე მას სიტყვასა ჩვენ სამივიქცეთ. ეხლა ჩვენ დაუბრუნდეთ გარეჯის უდაბნოზე ვისაუბრეთ და დაუბრუნდეთ ეხლა ქრისტესიას ცხოვრებას სპირიდონი წერს ამას. აღსდგა მსმენელი ამათი სანატელი ქრისტესია და კიდევ ერთხელ ხას უსვამ ქრისტესია არის სპირიდონის მეგობარი და ეს ყველაფერი სპირიდონისგანა აქვს თვითონ უკაცრავად. სპირიდონს ქრისტესიასგანა აქვს ეს ყველაფერი მოსმენილი. ეს რაც ახლა მოვყევით და რასაც ახლა მოვყვებით. ვითარცა ღვთაშესხმული სიტყვათაგან სულიერთა ქრისტესია აღფრინდა გონება მისი და დაუტევა მოძღვარი თვისი და სახლი თვისი. არღარა მიმხედველმან არავის და აი უკან აღარ მოუხედია ესე იგი აი ეს იმდენად ეს გონება მისი აღფრთოვანდა და ღამე ვითარცა დღევიდო და წამოვიდა და მთელი ღამე იარა ამ სამეგრელოდან ვითარცა დღე რა თქმა უნდა იქ არაერთი დღის გავლა მოუწევდა იმიტომ რომ სამეგრელოდან გარეჯამდე ნუ რამდენიმე დღე უნდა იარო რომ მიაღწიო მიიწია აი საოცარ სიტყვებია ხო გითხარით რაღაც საოცარ ქართულით მიიწია სატრფოსამასთვისა უდაბნოსა ივანე ნათლისმცემლისასა გარეშჩათ. აი როგორც სატრფოსკენ მიისწრაფის ადამიანი შედარება ბევრჯერ არის წმინდა მამების ცხოვრებაში, აი ესე სატრფოსკენ, აი ესე მიისწრაფოთ ამ მონასტრისაკენ და მივიდა გარეშ, სადაც ცხოვრობდნენ ძველნი მამანი. ანუ სიყრმისგან აღძილნი მოღვაწეებით. იქ დახვდა ამას ძველი მამები, რომელიც აი სიყრმისგან თავისი აი ცხოვრობდნენ ნუ ეხლა დაუკვირდით ეს რა დრო არის. ეს მე-18 საუკუნის ბოლოს დაიბადა ქრისტესია, ნუ ცოლის მოყვანა და ეს გარდაცვალება მოასწრო, ალბათ სადღაც 30 წლის არის, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისია ლაპარაკი და რომ მივიდა ამ გარეჯში, ესე იგი იქ დახვდნენ ძველი მამები, ანუ ისინი რომლებიც იქ მთელი ცხოვრება გაატარეს. ეს არის მე-18 საუკუნის დასაწყისის პერიოდის მამები დახვდნენ. ანუ მემკვიდრეობითობა როგორია რა მოკლედ ამაზეა ლაპარაკი. მივიდა რა მათთანა შეიწყნარეს სიყვარულით ამ ძველმა მამებმა რომ დაინახეს ახლა ესენი ხო ვერჩემოსილი მამები არიან და რომ დაინახეს ვინ მოვიდა დიდი სიყვარულით მიიღეს ვითარცა აქვთ ჩვეულება მონაზონთა რომელთათვის სტიროდის მამა ქრისტესია და მე სულ ტიროდა მთელი ცხოვრება ამ მამებს რო იხსენებდა ენატრებოდა ის მამები
და ინატრიდა მათ დროს სიკვდილსა ნეტავი მაშინ მომკვდარიყავი როცა ესენი ცოცხლები იყვნენო რა ამას ამბობდა რამე თუ წვრთილებითა მონაზონებრივთა იყვნენ იყაღზდილი რომელთაცა უცხო ვითარცა შვილი შემიწყნარესო და იგინი გარდაიცვალეს და მე აქ უღირსად ვითარცა ბრმა მიმოვეკვეთებიო ესე იგი ამ ძველმა მამებმაო შვილივით მიმიღესო შემიწყნარესო და მერე ისინი გარდაიცვალნენ და მე აქ რაღაცას დავბოდიალობო ეხლაო რა იმათი ნეტა მათ დროს მომკვდარიყავი ესეთ რამეს სულთელი ცხოვრება ამას ტიროდა ჰოი ჩემდა მამებო რომელთა არღარა ხედავთო ესრეცა და მრავალსა გოდებდა გულმტკივნეული ხოლო დაჰყო ნეტარმან ამას უდაბნოსა შინა მრავალი წელი მორჩილებასა შინა ფრიაცა ვითარცა არ ჩვეულებაი ძმათა შორის მის უდაბნოისათა მოკლედ აი ეს იმ ძველ მამებს მოესწრო ძველ მამებს და მთელი ცხოვრება ამათ იგონებდა და ნუ გარდა ეხა ნუ და გარდაიცვალეს ეს კი მონასტერში მოვიდა როგორც წესდარიგია და მორჩილებას ასრულებს ზიდვი და ტვირთი და ფიჩხსა და წყალსა ნუ ხა მონასტერი კლდეშია გამოკვეთილი და წყალი შორიდან არის მოსატანი, ფიჩხია მოსატანი, რომ გათბობა ჭირდება ზამთარში და რამე თუ დარეკიან ზარნი და წავლე ძმანი ყოველნი ვიდრე წინა მძღვარეცა, წინა მძღვარეც კი ამ მორჩილებას ასრულებდა და მოკაფენ მრავალსა და აღვიდიან და მოაქვთ ამას და სხვასა ყოველსავე მორჩილებით და გულსმოდგინე ჩვრებოდა. გულმოდგინედ აკეთებდა ამ ყველაფერს, რამით ნახეთ, წიგნის კითხვა ყოვლად არ აუწყოდა, ანუ წერა-კითხვა არ იცოდა მან. წერა-კითხვა არ იცოდა ქრისტესია. განნა პირი მისი არაოდეს არ აიტყოდა ამაოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მან წერა-კითხვა არ იცოდა, მისი პირიდან ამაოება არასოდეს ამოვიდოდა, არამედ ვითარცა მდინარე ედემიც დიოდა თაფლ წრთოლვარე საფთონი სიტყვანი ვითარცა სული ერისა საუნჯისაგან აღწევსე. ესე იგი, წიგნი თვითონ არ ქონდა ეს აკითხული, მაგრამ იმდენად უკვე გაგონილი ქონდა და შემეცნებული, ესე იგი, ეს მოძღვრება, რომ მისი პირიდან როგორც მდინარე ამოედინებოდა აი ეს ღვთისმეტყველება და საფთო სიტყვები მოკლედ რა. იყო სანატრელი მამა ქრისტესია მოხუცებული ოდეს შემოსეს სახეოდან მონაზნობისა. გვიან აღიკვეცა მთელი ეს ცხოვრება მორჩილებაში გაატარა და აღკვეცა უკვე ასაკოვანი იყო საკმაოდ ღვწოვანი ესე ვთქვათ. აღიკვეცა და აი სწორედ რომ აღიკვეცა უწოდეს მაშინ ქრისტეფორე. ნახეთ ქრისტესია ერქვა, ანუ ქრისტესი იყო თავიდანვე და ქრისტეფორე ქრისტოფოროს ფოროს ნიშნავს შემოსილს, ქრისტეს შემოსილი, აი ეს სახელი დაარქვეს ქრისტეფორე. ხოლო ეს ანუ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის, ხო ეს სიტყვები. ხოლო ცხოვრება მისი ესავით არის იყო. ახლა როგორ ცხოვრობდა ეს ქრისტესია უკვე გადადის პირიდონი ქრისტესიას, ანუ ეხა უკვე ქრისტეფორეს ცხოვრების აღწერას. აქვთ ჩვეულება ვითარმეთ. ეხლა რა იყო პირველი და მის დამახასიათებელი, რომ უდაბნოიდან იყო 7 ვერსია, 7 კილომეტრი დაახლოებით. ესე იგი, აი თვითონ გარეჯის მონასტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით ქონდა ჭური, ედგა ჭური, ანუ ქოცო და ქოხი. ესე იგი, აი თავიდანვე რომ ვახსენე, ესე იგი, რაღაცა ჭური იყო იქა დიდი და ქოცო, ანუ პატარა ქოხი ქონდა იქა და იქ დარჩებოდა ხოლმე. და ახსავსე წყლით არამეთო ზიდვი და ტვირთი და 200 სპილენძის და კოკით. 2 სპილენძის კოკა ქონდა და შორიდან ეზიდებოდა წყალს. აღიკიდებდა დიდსაშინა სიცხესა და ერთსა კოკასა წყალსა ზედა დაიცხამდა და სრულებით დაილტოვდა სამოსლით. ერთი, ესე იგი, სხვანაირად ვერ შეუძლებელი იყო, რომ ჩავიდოდა იმ წყლის ასავსებად. ერთი კოკა წყალს თავზე გადაისხამდა. დაისველებდა მერე აავსებდა ამ კოკებს, ამ ორ კოკას და მოქონდა. მაშინღა წარიღის ახსავსე ქოცო იგი. ხოლო ამას ქოცოსა ზედა იყო მცირე ქოხი და მას ქოხსა ზედა დაკიდებული მცირე ჩარეკა. რაითამცა მით მიეღოთ წყალი იგი. ჩარეკა, ნახეთ, რამე თუ შორით შანდა ჩარეკა იგი, ხოლო მოგზაურნი მომავალნი, ანუ მიმავალნი ქალაქით, ანუ სოფლი დღის ერთსა სავალსა ვერასა და ყვევდნენ წყალსა, ვიდრე არა მოვიდოდნენ ქოცოს ამას ქრისტესიას, ვერისასა
და მაშინღა მაშრალნი სიცხითა და სიშორითა ღონე მოკლებულნი მიიწეოდნენ და მიიღებდნენ წყალსა დიდი თარე სასოებითა და მადლობითა ღვთისაითა მონისა მის ქრისტესია ბერისათა. ესე იგი ნახეთ ახლა ორი სიტყვით გეტყვით აღარ შევჩერდი, იმიტომ რომ კარგი სიტყვებია. მოკლედ, ესე იგი სადღაც მოშორებით იყო წყალი, ორი სპილენძის კოკა ქონდა, გადაისხამდა ერთ კოკა წყალს და დასველდებოდა, იმიტომ რომ სხვანაირად ამ სიცხეში სიარული იყო შეუძლებელი და სანამ მოდიოდა, რა თქმა უნდა, შრებოდა ეს ყველაფერი და ორი კოკა მოქონდა და ჩაასხამდა ხოლმე აი ამ ჭურში და ამ ჭურში ინახავდა წყალს. ხო და ანუ ალბათ ეს ჭური ალბათ მიწისქვეშ იქნებოდა, აქ არ წერია, მაგრამ ნუ ცივად ინახავდა რა წყალს, მოკლედ. და რომ ეს ცოდნოდა ხალხს ჩარექი, ანუ წყლის ამოსახაპი ეკიდა, ისე რომ ეს შორიდან ჩანდა და ქალაქიდან ნებისმიერი დასახლებული პუნქტიდან ვინც მოდიოდა გარეჯის უდაბნოში, ერთი დღე უნდა ევლო ფეხით. ერთი დღე ცხენი და იმითი ყველა ვერ მოვიდოდა, მაშინ არ იყო ეს ტრანსპორტი და მოკლედ ფეხით მოდიოდნენ გარეჯის უდაბნოში და შორიდანვე ჩანდა ამისი ქოხი და ეს ჩარექი და მივიდოდნენ და აი ამ გზავრებს დამაშრალ გზავრებს, რომელსაც მთელი დღე ულია და წყალი არ დაულებიათ, იმათ დაალევინებდა წყალს და მე კიდე 7 კილომეტრი რჩებოდა, რაც უკვე შორი აღარ არის მთელი დღის, ახლა ისინი ხუჩქარა დადიან, თქვათ, ხო? და ნუ 7 კილომეტრს, ანუ ალბათ საათნახევარ შორს საათში გავიდნენ, უკვე რომ მოსულიერდებოდნენ. აი ეს ამითი იყო დაკავებული ქრისტესი. ეხლა კიდევ ვაგრძელებთ იმ თემას, აი ბოსტონის და იმისი, რასაც მე კიდე წავიკითხავთ, როგორი სენაკი ქონდა, აი რაც მოუყვა ბოლოს დავით გარეჯელი, რო შეხვდა ბერს. თითქოს ეს რაღაცა მაგალითი გახდა ამის ცხოვრების. აქ თომას მცირეცა ბოსტანი მწვანეულთა მუნ ქოცოსთან ამსახლა ამ თავის ქოხთან ერთად, რომელსაც იხმენდნენ გზავნი, ვითარცა ზეციურსა მანანასა და წყალსა ვითარცა დამტკბარსა მოსეს მიერ მერარასა. ესე იგი ეს გზავრები რომ მოდიოდნენ, ესე იგი ეს ხო წყალს დაალევინებდა, დამტკბარ წყალს. დამტკბარ წყალს ვითარცა მოსემ დაატკბო, აი მოსემ რო ებრაელები გამოიყვანა მეწამული ზღვიდან ცოტა რო გაიარეს, მათ დახვდათ იქ მერარა აქვია იმ ადგილს, დახვდათ წყალი და იყო მწარე. და მოსემ ილოცა და დაატკბოდა. აი ესეთი დამტკბარი წყალი ქონდა და როგორც ცისმანანა, მოსე რო ატარებდა ებრაელებს ხო ცისმანანით იკვებებოდნენ, აი ესე იყო ამისი მცენარეები აქა. და მინდა რომ სიხარულით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აი ამ ადგილზე მე ნამყოფი ვარ, საიდანაც მოსემ გამოიყვანა და ეს მოსეს საბანელი, სადაც დღესაც არსებობს და ეს ყველაფერი გამოქვეყნებული მაქვს ფილმი მოგზაურობა, აი იქ მაქვს ეს ყველაფერი აღწერილი. ესე იგი ამ მხარეში, სადაც არის მოსეს საბანელი, სადაც არის მერე მოგვიანებით იყო მონასტერი, მამების მონასტერი, რომელიც დაარბიეს მერე და ეს მამები, ეს არის რაითოს მონასტერი, რაითის მონასტერი და ამის შესახებ გადაღებული ფილმი მაქვს გამოქვეყნებული. მას უდაბურსა ადგილსა, მოკლედ აი ეს უდაბური ადგილი იყო ნამდვილად, ესრეთ განაგრილებდა სიცხითა შემწვარსა სხეულსა კაცთა მაშრალთა სიცხითა შემწვარსა, ნუ აი დამწვარი მოდიოდა ადამიანი. რამე თუ ყოველსა დღესა ზაფხულისასა ესრეთ საკვირველსა მოღვაწებასა შინა იყო ღირში მამა ქრისტესია, ყოველ დღე მოქონდა ეს წყალი. აი ამ საშინელ სიცხეში. რაითამე ვთქვათ, მანო, ნუ უკვე მცირე საარსაშრომო ესე, ანუ არა, რა ვთქვათ, როგორ შევაფასოთ ეს მისი შრომა, დიდი შრომა გაწია თუ მცირე შრომა გაწია. დაღა თუ წიგნი არა უწყოდა, წერა კითხვის უწოდინა, რომ აღასრულა სიტყვა სახარებისა, რომელსაც გვამცნობს იესო ქრისტე, ძევთისა, ვითარმეთ, რომელმან ასვას წყალიო ერთი გრილი სახელითა ჩემითა, სასყიდელი არა წარუწყდეს. აჰა, ვითარ მტკიცეთ აღასრულა მცნებაი, რაიცა ესმინა. ნუ თუ ესე აღასრულა და სხვანი მცნემანი დაიდუმა და არ აღასრულა, აი როგორ ყვება ეს სპირიდონი. აქეთ რას ამბობს?
რა ვთქვა თუ ეხა აი რაც მოგვიყვარა ყოველდღე ზაფხულში ეს საშინელ სიცხეში მოქონდა ეს წყალი. ნუ რა როგორ შევაფასოთ ეს შრომა და ნუ სახარება არ ქონდა წაკითხული თავის თვალით კითხვა არ იცოდა, მაგრამ აი ამცნებას აღასრულებდა ვინც ერთი ჭიქა წყალი დაალევინოს და მწყურვალ ადამიანს რომ არა წავიწყდეს მისი სასყიდელი, ესე იგი. ანუ ეხაც ხო ის არის ეხა როგორც ჩვენ ცხოვრობთ ჭიქა წყალი რომ დაალევინო მწყურვალ ადამიანს მადლია რა წყურვილის მოკლა, ნუ წარმოიდგინეთ და იქ ეს 100 ცოცხლო ამბავი იყო. ამას აღასრულებდა და ეს ცნება აღასრულა. ოღონდ, ნახეთ რას ამბობს. და ეს ერთი ცნება იყო მარტო, რომელსაც იგი აღასრულებდა. თუ იყო კიდე რაღაცა, ესე ესვამს კითხოს, რომ კიდე მოგვიყვეს. ეხლა შემდეგი. საოცარ რაღაცა წაკითხოთ. ესე იგი, როგორ გითხრათ, ეხლა სასწაულები, რომელსაც წმინდა მამები აღასრულებდნენ, სასწაულები, ხო? ეს სასწაულები, ნუ ცნობილია და ბევრია და ნუ ხშირად მეორდება და ამას რაღაცა ძალიან ინდივიდუალური სასწაულები აქვს მოკლედ რა, იმიტომ რომ იმდენად თვითყოფადი იყო, რომ ზუსტად იმას აკეთებდა, რაც იყო საჭირო. ეხლა რას აკეთებდა კიდე? კაცს ამას ხდისასა აქვთ ჩვეულება. ვითარმეთ ესეთი ჩვეულება ქონდა. რასაც ვინ მისცემდა, ყოველსავე სხვათა განუყოფდა. აი თუ რამე ნივთი გაუჩნდებოდა რაიმე, ყველას უნაწილებდა სხვას. რამე თუ წარვიდის სოფლად რაოდენიმე გზის და მირა იწივის სოფელს, რომელსაც ქვია ხაშმი მოშორებით არის იქ სოფელი. მოკლედ ხაშმში ჩადიოდა ხოლმე. და მოითხოვის ლობიო, ანუ ხორბალი, თაფლი და ძაფი, ვისაც ნუ ნაჭერია რაღაც ტანსაცმელი. ვისაც რა აქვთ ის ყოველივე სიხარულით მისიან, რამე თუ უწყოდიან, რომ კეთილი მოღვაწე იყო და მადლითა გამწყინებული და არავინ განუტევებდა ცალიერს. მოკლედ ჩადიოდა და მათხოვრობდა იქ. და ლობიო, თაფლი, ხორბალი მოგთ ამას ყოფს აგროვებდა ტანსაცმელს და ესენიც აძლევდნენ. ოღონდ ნახეთ ახლა კიდე რაღაცა ძალიან საინტერესო ესეთი იუმორისტული დეტალია აღწერილი. არცა თვითგანეშორებოდა, ვიდრე არა მიეღო ქველი საქმე მათგან. ანუ ადვილად ვერ მოიშორებდნენ თავიდან. ეხლა რომაც არ მიეცათ, ის არ მოშორდებოდა, სანამ არ მიიღებდა რა. რამე თუ იტყოდა ნეტარი. ნუ უკვე ხა ეს რა როგორ აზროვნებდა ეს ქრისტესია. ნუ ქრისტეფორე. ნუ უკვე სასტური დაუგო მოსვლით ჩემითა. მან არა მომწეს მოწყალებაო და ბოროტმანა ეშმაკონ ცოდვითო დაუწეს, ცოდვათა დაუწესაო ჩემი ძალი წარწყდესო. ესე იგი, ამას ფიქრობდა რა ხო მე რომ მივალ და თუ ვიღაცა არ მომწებს ეშმაკის ცდუნებით, ის ხო დაიჯება მე ამის გამო. ხო და არ შეიძლება ამის გაკეთება, უნდა მომწეს აუცილებლად. და რას აკეთებდა, ნახეთ. და რომელნიმე განზრახვით ეტყობდნენ ცნობილი მისნი, ვინც იცოდა, ვინც იყო ეს ქრისტესია. ხშირად ესეთი რამე ხდებოდა, რომ აი განზრახ, აი სპეციალურად ეუნებოდნენ ეგეთ რამეს. არა მოქს, მამაო, რამცა მოგცე. არა მოგ, ვერ მოგცემ ვერაფერს. სპეციალურად ეუნებოდნენ, ეხლა გამიშტება ნახე. ვერ მოგცემ, არა ლობიო მამე, შვილო, უკეთო არა ხორბალი, ანუ თაფლი, ანუ ძაფი, ანუ კაკალი და მიუგებდნენ ისინი. არა მაქვს არცა ერთი, რასაც საითხო. ვერო. მაშინ დაждის და მიუგე, შვილო, ცალიერი უკეთო მიმაქციოთ, თუ ხელსარელს გამიშვებთ. ეშმაკი განიხარებს, მეტყველი ანგელოზისა შენი დამკეჭვნელი. ესე იგი, თუ მე царელს გავიშვებ, შენი ამ ფარველე ანგელოზის დამკეჭვნელი, ანუ ვინც აჯობა რა, ფარველა. ეშმაკი გაიხარებს, მეტყველი ვითარმედ არა მისცა მოწყალება გლახაკს ამას ბერსაო და მით მევწუხ, ნუ უკვე ჩემითა მოსვლი და შენ წარწყმდე და მე ცოდვილი საფრთხე შენ დავიღო წარწყმედისა. ამისთვის არა წავალ ცალიერი, ვიდრე ცირე რამე არა მიმცე და ბოროტი იგი ეშმაკი არ წვინოს ანგელოზმან შენმან ფარველმა ანგელოზმან და მე არა მიზეს წარწყმედისა გექნა. ესეთ რამეს ეუნებოდა, ხო გასაგებია. აი შელობდა და დაждდებოდა და ეგეთ რამეს ეტყოდა და ესენი ხარ ასაკეთებდნენ ხალხი. და მაშინ
და ესე ვითარდა სხვათა მრავალთა სიტყვათა ეტყუდის ტირილითა და ძრწოლითა, მაშინ მისციან სიხარულით. როდეს ისარგებლებდნენ სიტყვით ამისით. სპეციალურად არ აძლევდნენ, რომ ამას ეკადაგა ეს სიტყვები ეთქოდა. ეს სიტყვები ქრისტესიასაგან, რომ მოესმინათ. აი, ის ხალხიც როგორი ხალხი იყო. თან ეხახურობდნენ თან რაღაცა, მაგრამ აი უსმენდნენ ქრისტესიას სიტყვებს. ხოლო იგი ნეტარი, რასაც მოიეწდის, აი რასაც მოახერხებდა და წამოიღებდა, ყოველსავე სადაცა იხილვის ქვრივი დაობოლი უღონო ცხოვრებით, მას მისცის დაფარვად. თვინიერ თაფლისა და ხორბლისა ყოველსავე მისცემდა ობოლთა ქვრივთან ნეტარებდნენ მოწყალენი. რამე თუ იგნი შეიწყალნენ. აი კიდევ ერთი სათნოება, რომელსაც აღასრულებდა, ოღონდ აქ ერთი შენიშვნა იყო და ამას ხაზი უნდა გაუსვათ ახლა. ესე იგი, სადაც გაჭირებულ ადამიანს ნახავდა და ქვრივის განსაკუთრებით აუგულს, აუცილებლად ყველაფერს აძლევდა იმათთვის უნდოდა ეს. ოღონდ თაფლს და ხორბალს არ აძლევდა. თაფლის და ხორბალის გარდა ყველაფერს აძლევდა ამ ხალხს რა. ეხლა თაფლი და ხორბალი რაში ჭირდებოდა ესე, რატო უფრთხილდებოდა. ყვალად აქვთ ჩვეულება სანატილს ამას კაცს ღვთისასა, რომელიც ხას გამიშტება ცოტა ხანში. დავიმახსოვროთ ეს თაფლი და ხორბალი, ხა ჯერ სხვა რამეს მოგიყვებით. უკვე თუ ისმინის სიძულვილი რაიმე, თუ გაიგებდა რომ რაღაცა კონფლიქტია რა. ანუ ძმათა შორის, ანუ მამისა და შვილისა შორის, ქმარსა და ცოლს შორის ისმინის რა წარვიდის მათთანა მონასტერს დატოვებდა და მიდიოდა ამ ხალხთან კონფლიქტი სადაც იყო და მშვიდობას ახლობდის. მირა იწივის სახსამოცა მოუწოდის ორთავესა მოჩხუბრებს და ეტყუდის შვენიერითა და მობიერითა სიტყვათა ვიდრე იტირიან სიტყვით ამისთა და შეინანიან. ხო და ეს მივიდოდა და ისეთ სიტყვებს ელაპარაკებოდა, რომ ისინი ატირდებოდნენ აუცილებლად და შეინანებდნენ და ეტყოდა შვილო, უკვე თუ არა ისმეთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვალ აქა, თქვენთვის მოვედი და თუ არ გამიგონებთ, წარვალ წუხარე. წუხარებითა სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელს არანება მშვიდობა იკაცდა. და მოაწევს უარესა განსასწრელსა თქვენზე და ვითარცა მოვალ მშიერი, მშივერივე წარვალ თქვენდა. ესე იგი, რას ეუბნება ნახეთ. მიდის ელაპარაკება უხსნის, რომ აი ცრემლი მოზდით იმათ და ეუბნება, რომ თუ ახლა თქვენ მე არ გამიგონებთ, მე წავალ და განიხარებს ეშმაკი. მე მშიერი მოვედი, ანუ მშიერი საჭმელზე კი არ არის ლაპარაკი. და მოვედი რომ აი რაღაცა სიკეთე გავაკეთო და ამ სიკეთეს გაუკეთებელი წავალ. და მე კი წავალ. და მე კი დამწუხრდება, რა ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ეშმაკი რომელიც გაიხარებს, უარეს რამეს დაგმართებთ კიდე. ამიტომ ნუ გააკეთეთ, დამიჯერეთ რასაც გეუბნებით. მაშინ ხა დაეგებოდნენ ურთიერთარს და ყოფდნენ მშვიდობასა. და როგორც წესი არ იგებდა რა მოჩხუბრებს. და განიხარეს ვითარმეთ ბოროტი ეშმაკი განსდევნეო, ღმერთმა დასწყევლოს ეს ეშმაკი. ხო და ამას არ უხაროდა. აღუთქმიდან არ ღერა ყოფასა, აღარ უჩხუბებთ. რაიმე ვთქვათ, მანუ არს მცნება უფლისა, რომელს აიტყვის. აი კიდევ ერთი მცნება, რომელსაც აღასრულებდა. ნეტარიყვნენ მშვიდობის ყოფილნი, რამე თუ გინი ძეთღვთისად იწოდნენ 9 ნეტარებიდან ერთ-ერთი, ეს არის უფლის სიტყვებია. მერმე ესეც ახვის, ახლა მოვიდა თაფლის და ხორბალის დრო. რომელ მისციან ხორბალი და თაფლი მცხოვრებთა სუფლისაითა, რათა შემზადებდეს ყოველთა შაბათა მიცვალებულთა მათთვის კოლიოსა, ხოლო იგი წარიღის მონასტრად და შეამზადეს ყოველსა შაბათსა 3 ჭურჭლით. ესე იგი, ეს ხორბალს და თაფლს ინახავდა კოლიოსთვის. კოლიოსთვის და ყოველ შაბათს აკეთებდა. ყოველ შაბათს ხარშავდა ამ კოლიოსს 3 ჭურჭლით. 3 ჭურჭლით, 3 ცალკე ჭურჭელი ქონდა ამ კოლიოსი.
პირველი ჭურჭელი იყო ვინცა მისცეს თაფლი და ხორბალი მისთა მიცვალებულთათვის. ნუ რა თქმა უნდა იქ სახელებს ეკითხებოდა და ამათ ყველას ლოცვებში იხსენებდა და აი ვინც მისცა ეს სწორედ ეს თაფლი და ხორბალი იმათი მიცვალებულებისათვის ერთ ჭურჭელში ამზადებდა ცალკე კოლიოს. მეორე მუნდებარეთა მამათა მიცვალებულთათვის. მეორე იხსენებდა მონასტერში ვისაც უცხოურია როდესმე გარდაცვლილი მამები მიწიყვნენ და მესამე ყოველთა მართლმადიდებელთათვის ამა წლითითლად ყოველთა შაბათთა ყოფდა. ესე იგი ყველა სხვა დანარჩენისთვის ცალკე ჭურჭელში, სამ ჭურჭელში აკეთებდა კოლიოს. და ამას წლითითლად ყოველთა შაბათთა ყოფდა და უკვე თუ აქვთ ის ფული მოსახსენებელი მისცეს. ხო და გარდა ამისა, თუ რამე ფული ქონდა მოსახსენებელს, როგორც მოსახსენებელს, ისე წირავდა ამ მიცვალებულებისთვის და აი ყოველ წელს, ყოველ შაბათს აკეთებდა ამას. ესრეთ მეურნეობდა, რომელიც თვისთა მიცვალებულთათვის ვერა თავს იდებდნენ მრავალი. იმდენად ზრუნავდა აი ამ მიცვალებულებზე, ვით ჩამოვთვალეთ, რომ საკუთარი მიცვალებულისთვის ვერ აკეთებს ბევრი ამას. იხილეთ საყვარელო, ეს ახლა იცის სპირიდონი ამბობს. ვით არ ღვთისა სიყვარულსა თანა მოყვასისა სიყვარულიცა შეაუღლა. ღმერთი უყვარდა და ადამიანიც უყვარდა და შეაუღლა ეს ორი სიყვარული, ვითარცა იტყვის უფალი. შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავისთვის. აი კიდევ ერთი მცნება, რომელსაც ის ასეთნაირად აღასრულებდა. ეხლა შემდეგი ხო გეუბნებით, აი ეს იუმორის გარეშე აი ესეთი, ნუ არის როგორ არ არის მოთხრობები, მაგრამ აი ესეთი განსაკუთრებული მოთხრობები სავსე ამ იუმორით, საოცარი იუმორით რა. ეხლა როგორი იუმორია შემდეგი. ერთხელაც წავიდა მამა ქრისტესია დღეს აერცა, ჩვეულებისათვის, შემდეგ წუხრის ლოცვისა სოფლად. წუხრის ლოცვა იყო და წავიდა სოფელში. ნუ რაღაცა მორიგი საქმე აქვს რა. რამე თუ სიცხისა გამო ღამე წარვიდოდა. ისეთი სიცხე იყო, რომ მოი მზეში სიარული შეუძლებელი იყო, ხო გითხარით იმ ერთ კოკა წყალს თავზე ისხამდა მაგალითად, რომ დღისით სიარული შეძლებოდა რა. ღამე წავიდა, მაგრამ რაღაც ისე მოხდა, რომ იქნა ღამე ბნელი ფრიად. ძალიან ჩამოუკუნი ღამე იყო და მივიდა ადგილსა, რომელსაც ქვიან მეძვიანი. აი ეს ნუ რაღაც ახლა ჩვენ არ ვიცით რომელია, მაგრამ მოკლედ მეძვიანამდე მივიდა რაღაც ადგილამდე და ვერღარა უძლო სვლა სიბნელისგან ღამეს. ისეთი უკუნი ღამე იყო, რომ ახლა ფანარი ხო არ ქონდა და ვეღარ მიდის რა. და დასდგა ილოცვი და ვითარც აქვდა ჩვეულება ილოცვა და ტირილად. და დაიწყო ლოცვა და ტირილი, ნუ აი ვეღარ მიდის რა. და მეხსეულად გამოუშთა მთებარე რაიმე, ვითარცა სანთლითა მავალი. გაუნათლა გზა იგი შეცდომილი, ესე იგი რო არ აცდენოდა გზას, რაღაცა გამოჩნდა, როგორც სათელი ისე რა. დადგა მთებარე იგი და ელდამას ბერსა წარსვლად. მოკლედ. და იგი მძრწოლვარე შიშისაგან არა თავს იდებდა წარსვლას, არამედ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთს, რაც არა მიეცეს დაცესლთა გონებდა, ნუ უკვე ხეთსი რაიმე არ თვალთა თვალთანათებს. რაღაცა წარმოიდგინეთ ახლა ილოცა და რაღაცა მთებარე გამოჩა ანთებული. როგორც ანთელი ისე, ანათებს, გზას ანათებს. ნუ არ შეცდომით არიაროს. ხო და ეს გაშეშდა, ისიც დგას და ელოდებოდა. ეს გაშეშდა რა. იმიტომ რომ ხეთსი ნუ რაღაცა ცხოველი მოვიდა, მოკლედ, რომელიც თვალებს აკვესებს, ასე რომ თქვა და ქალები და ცეცხლი გამოსდის. მაგრამ არ შეგეშინდება ადამიანს, ახლა თქვა, ხო, ადამიანურად. ვითარცა იხილა რომ არ გაიყო ღონე, გამოისახა ნიში ჯვარსა პირჯვარი გადაიწერა, ნუ დგას ისიც ელოდება რა და არ ესხმის თავს. გადაიწერა და წარემართა და იგიცა წარუძღვა წინა, სადაცა განისვენებდის ბერი იგი, დემთებარეცა დასდგის და ელიან მას. ესე იგი, გაუყვა გზას, ნუ გზაში ხო იღლება, ეხლა ჩამოჯდებოდა, ისიც გაჩერდებოდა ხოლმე რა, რომ გაენათებინა. და ვითარ არა განეშორა, მაშინ მოეგო გონებასა თვისა და თქვა,
რომ ნახა რომ ეს მართლა მიყვება და გზას უნათებს, არც თავს ესხმის, არც გარბის, არაფერი, მოკლედ უნათებს რა. ელოდება და თქვა, ნუ უკვე ღმერთმა მომცა შემწედ უბადურ გზამას და მე განვარისხო. ამ ჩემი შიშით ახლა ღმერთი არ განვარისხო, როცა ღმერთმა გამომიგზავნა ეს დასახმარებლად. და აღს გადამისდევდა. მას გამესწავლეს ვიდრე მდინ მიიწივნა სოფელსამას სართი ჭალისასა. ესე იგი რა უიარა წარმოიდგინე ხე გარეჯის უდაბრუნდა სართი ჭალამდე, ნუ ცოტა არ არის ასეო. და მაშინ განუტევა ბერიგი და უჩინო იქ რომ მთებარე იგი. რომ ჩავიდნენ სოფელში უკვე იქ ხა რაღაც სინათლეც იქნებოდა, გათენდებოდა კიდევაც და მოკლედ ის წავიდა რა ის ცხოველი გაუჩინერდა. ესე სასწაული დიდთა მოღვაწეთა არწმანო, რამე თუ ფარავდა ნეტარი ღირსებას ამისა. აი ხა ისევ სპირიდონი ამბობს, რომ ეს დიდი მოღვაწეების თვისება, რომ თავის ღირსებას მალავს და ესეც მალავდა. და ესეც ახლა ამ სპირიდონს მოუყვა თორე. ეს არავის არ მოუყვებოდა ესო ესე მოხდა, იცით რა მოხდა, აი მთელი ღამე ვიღაცა მინა, არა. არ მოყვებოდა ამას. ამას ამბობს სპირიდონი. ეხლა შემდეგი, ისე ვიმორი. ეშმაკთა ვითარცა კანჯართა, კანჯარი ეს თხები. ხო და ზდევნი და ქვისა ტყორცინითა თანა. ესე იგი ეშმაკებს ქვებს ესროდა რა ეშმაკებს. და ამთი განდევნიდა ხო. კახეთად მიმავალსა გამოუშთა გზასა ზედა ერთსა სახითა დედაკაცისათა. ვიღაც ეშმაკი ქალის სახით გამოეცხადა. სადაც არაუდეს ყოფილა მუ დედაკაცი. რამე თუ ხვრელიდან ამოძრავო და დგაო ჩემს წინაშე. ესე იგი აი მიდის გზაზე, მთელი გზა ჩანს. არავინ არ არის. უცებ რაღაცა ხვრელიდან ამოძრავა და დადგა ქალის სახით ეშმაკი. მიხვდა რომ ეშმაკია, იმიტომ რომ არ იყო იქ არაფერი ქალი და მაშინ აღიღო ნეტარმა მქონი და დევნი და ტყორცებით. ესე იგი გაუწყო ქვების როლა. ის ჩახტა ისევ იმ ხვრელსა გზისასა. საიდან რაღაცა ხვრელი თუ რაღაცა და ესეც გაეკიდა და ესეც ჩაყვა ამ იმაში ჩახტა. რაი რომ მივიდა საწავიდა ეს დედაკაცი ვერ გარაპოვა და არც აიყო ხრამსა შინაგან გასაძრომი. რათა დაფარულიყო რომ ჩავიდა რაღაცა ეს იყო ჩიხივით იყო რა. იქ ვერსად ვერ წავიდოდა. და მიხვდა რომ დაუტევა კვალი და ამოძურა სხვასა ნაპლავსა გზისასა და კვალაც დევნი დავით ამ დაუტევა ბოროტი მოკლედ ესე იგი ქვებით ეშმაკებს ქვებს ესროთ. ხოლო მონასტერსა შინ არა აქვს და ძილი ღამით. მონასტერში როცა იყო ღამე არ ეძინა. რამე თუ ჯდის, გინა თუ იდგის. აქვს და ბრძოლა ეშმაკთადმი და ავედრებდა კაცთა მიმართა ბრძოლასა და მერმეღა მოიქცეოდა მათგან. ანუ მთელი ღამე ლოცვაზე რო იდგა და რაღაც, ხო? ეშმაკებს ებრძოდა. და როდესაც მერმეღა მოიქცეოდა მათგან, როდესაც ილოცებდა და იწყის ლოცვად მშვენიერი და ზარის სახტელი სიტყვანი შესაშინებელი. წარმოთქმის ტკბილად და ჩაუხდის თარმე გოდებოდა ტირილი მწარე და შესაძრწუნებელი მსმენელთათვის და გარდამოუტევნის ნაკადიც რამთა მჩქეფარე. ამხილის სინდისათვისა განუგრძავლელი ცხოვრება ვითარმით. როგორ ლოცულობდა და რას ამბობდა ესე ლოცვის. ნაყროვანი ხარ ბერო, უძღებ ხარ თავის თავს ეუნებოდა, უძღებ ხარ. ცოდულ ხარ, რაღაცა თუ ხორცს არ ჭამ, პურსა მაძღრებს ჭამო და ოდესსა ხოვება, ღვინოსაც ასვამ, უბადრუკო ბერო. არა გეშინისა, დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცსაგან შორება. დღესა თუ ხვალე მოვალ წამყვანებელი შენი მზა უყავ თავი შენი. მოემზადე თავის თავს ეუნებოდას. და იწყის ტირილი მწარეთ, ვითარცა შვილკვდარი დედა. რომ გასაკვირვებელი იყო სასოება მისი, რამე თუ იცის პირისა თავისა ჯიღითა ეს სცემდა და ესრეთ გავნიდა დღეთა ცხოვრებისა მისი საითა. მოედრებელი და დამქეჯნელი თავისათვისა, ვიდრემდის დაშვრებოდა მაშინ ღამ მცირედ მიერულის წილად. აი რატო ვერ იძინებდა ესე იგი, რომ ლოცვის დროს ეს ფიქრები მოდიოდა, რომ ვინახარ შენ, ვინახარ ნაყროვანი და ვარგისი ბერი ხარ და ესე იცემდა და ტიროდა, ისე ტიროდა, როგორც შულტარი დედა ტირის ხოლმე. და აი ცოტათი რომ შვება იქნებოდა, აი მაშინ ჩაეძინებოდა ამის შემდეგ. იწყენ რა რეკაი ზართა ძმათა მით მონასტრისათა, ნუ ცისკრის ზარები რო ირეკებოდა,
აღდგის და შევიდის და დადგის მიყრდნობილი კვერცხას თვლემდა ძილისათვის და ეტყოდა ბოროტ ეშმაკი დასწყილოს კვერთხმა მივიტო დავასვაზე კვერთხი ქონდა თავისი და აი იქ ღაი ახერხებდა დაძინებას ამ კვერთხზე ჩამოთვლოდა და იძახდა ეშმაკი ის ბოროტ ეშმაკი რო არ აძინებდა რა დასწყილოს კვერთხმა ხოლო სენაკი ახლა მივოდექით კიდევ იმას რაც მოგახსენეთ სენაკი მისი ვითარცა უწყით ყოველთა მხილველთა ფრიად იწრო იყო და ერთი ოდენ კაცი დაწვის ერთი კაცის ადგილი იყო მის სენაკში სიგრძე და სიგანე სუნცირე ვითარცა საფლავი აი როგორც კუბოში რო ჩაწვეს ადამიანი ესეთი იყო მისი სენაკი რა კუბოსა რომელსაც შინ აქვს საწოლად ტახტი ერთი საფიცრისა და საგებელი ტყავი ცხოვარისა ერთი ცეგი ძველი რომელ ვიდრე წელამდის კმა ეყოფოდა აი ხესფიც არის იყო იმაზე იწვა ტყავი ეფინა წელამდე იყო ეს ტყავი და თავსა ქვეშე სასთულოდ ედვა ქვა დიდი და მასზე და ნაგლეჯი ტყავის ეფარა რათა არავინ იხილოს რომ არავინ დაინახოს რომ ქვაზე უდევს თავი და ზედა საბურველი მისი იყო რაიცა ტანზე ემოსა ტყავისაგან ცხოვრისა დაბებკული უნდო რაღაცა დაბებკული ანუ გაცრეცილი ტყავის ის ქონდა ცხრის ტყავის რაღაცა ტანსაცმელივი და ეს იყო რო წვებოდა ამას იფარებდა რა თავის საკუთარ ტანსაცმელს და ფერხთა ქალაბანიოდენ ვითარცა გიხილავთ ყე და თავსა მისა კუნკული და ბარტყული რაიცა პირველად შემოსათ მამათეგი აქვს ნეტარს ამას მოღვაწეს აი კუნკულ ბარტყული აკვეცისას რომ დაახურეს აი იმითი დადიოდა რა იმითი ეძინა რაღაცა თუ სყალობდნენ უცხონი და მისციან რაიმე სამოსი აი უცხო ადამიანები ნახავდა და რამეს აჩუქებდა იგი გლახაკთა მისცემენ თავისათვისათვის არარაზრუნი და საწუთოთათვის ამაოს არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისამი საუკუნისათვის ესე იგი მომავალი ცხოვრებისათვის აგროვებდა მხოლოდ სხვას არაფერს არ აგროვებდა თავის ესეც აქვს და ჩვეულება აი უკვე თუ აქვთ ის სენაკსათვის პური ანუ ღვინო ანუ თაფლი მომავალი გვართა მიიყვარებდა სენაკად და დაუგებდა რაიც აქვთ და ღირსამას ბერსა თუ რაიმე ქონდა ოდნავ მაინც აჭველი ან ღვინო ან თაფლი ან რაღაც თუ ვინმე გაივლიდა იმ შეურიდან გზავს და დაინახავდა დაუძახებდა და აჭვევდა აქვთ ჩვეულება ის ანატრელსა მას და წრფელსა ვითარცა კრავსა არა აწყენდა ხმათა არცა სიტყვითა არცა საქმეთა უკვე თუ ვინმე ეტყოდა განზრახ ვითარმედ მაწყინე შენ სიტყვითა ესე იგი უწყინარი ადამიანი იყო რა აი როგორც ხარი არაწყენინებს არავის აი ესე იყო არავის არაწყენინებდა და ხანდახან სპეციალურად ეუნებოდნენ ისევ რომ აი შენ მე მაწყენინე რა ისე რაღაცნაირად რომ აი ისევ კიდევ ერთი მისი თვისება დაენახათ და გამოევლინათ და მაწყენინე შენმე სიტყვით ამისთვის გულზირვა შენზედა და წარვიდოდა რა ეკლესია ჯამსალოთვისასა აი თუ ვინმე ამას ეტყოდას ხანდახან სპეციალურად ეუნებოდნენ რომ შემე მაწყენინე მე შენზე ნაწყენი ვარ აი მამაო ეს ავიდოდა ეკლესიიდან უწინარეს შემდგომ აღსრულებისა უწინარეს ამაცა გამოდიოდა რომ დამთავრდებოდა ლოცა ყველაზე ადრე გამოდიოდა დაზგის კარიბჭესა და უდეს მოიწივის ძმა იგი შეურდის ფერხთა ქვეშე და ეტყვენა აი უხლებში ჩაუვარდებოდა ანუ მეტანიას გააკეთა და ეტყოდა მომიტევე მამაო რაიც აქ ცოდე მე ცოდვილმან ამას ეუნებოდა ვიდრე თანა წარკვის სენაკამდე და ითხოვდა მოტევებასა და ესრეთთვის აიყო ასპარესსა სასუფეველსა მიმყვანებელსა და 60 ქულო მოძღვრებასა რომელიც ტყვის პავლე და კიდევ ერთ ცნებას აღასრულებდა ამით აი თუ ეს არ ეტყოდა რომ გაპატიე მიყვებოდა სენაკამდე და სულ ეუბნება მაპატიე რაღაც და რა სიტყვას აღასრულებდა ნახეთ პავლე მოციქულის სიტყვა მზე ნუ დავან განრისხებასა თქვენსა ესე იგი თუ ადამიანს აწყენინე ან შენ ხარ ნაწყენი რაღაცა მზის ჩასვლამდე აპატიეს რომ ამითი არ დაიძინო მეორე დღეს არ გადაიტანო აი პავლე მოციქულის სიტყვები ხოლო აღსასრული ესრეთ იყო ძმანო ესე იგი ამ ქრისტეფორეს რამეთ უძურებასა შინა იყო მოხუცებული ფრიად ვითარ გონებ 80 წლისა უფროსი და არანაკლულევანი წლოვანებით აი ესე ამბობს სპირიდონი რომ უკვე დაანავად იყო 80-ზე ნაკლები არ იქნებოდაო ამბობს და
რამე თუ თმა და წვერი სპეტაკი ვითარცა თოვლი, პირი მისი განათლებული მადლითა, რომელ არასა და მიხილავს ესეთ გაბრწყინებული პირი, ანუ სახე ესეთი გაბრწყინებული მე არასოდეს მინახავს. ვითარცა მისი ნათელმფრთოვარე, რომელსაცა მეწამებიან ცნობნი მისნი, აი ყველა ვინც ნახა ეს ქრისტეფორე გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალებული. აი ყველა დამეთანხმება, რომ ესეთი განათებული სახე ჩვენ არ გვინახავს. აღესრულა სანატრალი იგი მასვე მოღვაწეობით ამყოფსა უდაბნოსა იოანე ნათლისმცემლისას, სადაც იმოღვაწევა იქ გარდაიცვალა, რამე თუ ღამეს ამას, რომელსა იგულვებოდა დატევებაი და განშორებაი საყოფელისა თვისისა, იმ ღამეს, როდესაც უკვე უნდა გარდაცვლილიყო, მისვლად ისწრაფდა სასურველსა თვისა, მთელ მას ღამესა და მისვლად ისწრაფდა სასურველსა თვისა, სასურველი ვინ არის? ქრისტე, ქრისტესთან მისვლა. აი იმ ღამეს ამბობენ ესე ვიღაცას გავგონია მე. გამოვიდაო გარე სენაკისა თვისისა და ხმა უყო მამათამის მონასტრისა და სამგზის. გამოსულა ღამე და ხმამაღლა დაუძახებია თეოფილაქტე და არ გაუგია. ვიღაცებმა გაიგეს მოჩრებოდი იმიტომ არ იცოდნენ რატო და ვინ იყო. და ვით არავინ ისმინა მიიქცა სენაკსათვისა და დაიძინა ძილი მართალითა და ესე ხმა ესმინათ მსახურთა და არა მისვლოდ იყვნენ მისთანა ვიდრე არა განთენა და მაშინ იხილეს ასრულებული და დაფლეს მოღვაწე გვამი მისი მუნ წინაშე ეკლესიისა სადაც მამანი მდებარე არიან მუნ იგიცა ეკლესიის მონასტერში შიგნით არის ადგილი მოედანებით არის და იქ სადაც ხვები არიან იქ დაასაფლავეს და ეხლა ეს სპირიდონი ამთავრებს ამ თავის საუბარს და ისევ მიხეილ საბინინს მიმართავს. ჰოი ქრისტეს მოყარეო ძმაო მიხეილ. აჰა სასოებითა და სიყვარულითა შენგან ძიებული ნაყოფი ქრისტესიესი ბერისა აწყუსა ჟამსაში ნაყოფილი. ღირსებით შემკობილი, რომელიც იყო დაშთომილი ტალანტი ძველთა მამათა მეუდაბნოეთ. აი ძველი მამების დარჩენილი ტალანტი იყო ეს რაც იმათმა დამარხეს, ხო? აი ეს ტალანტი გადმოყვა ამათ. და რომელიც აღსრულდა უწინარეს 9 წლისა წელსა. ესე ყოველი რაც აი მე ეს რო დავწერე, ხა აბარებს ამას. აი 9 წლის წინ გარდაიცვალა რა. ესე ყოველი რაც აღწერე, რომელიმე მიხილავს თვალითა და რომელიმე მისგან მოსმენიეს, ოდეს იყნის უდაბნოსა ღირსი მამა დავითისა, აი ადრე თვითონ რო ადრე ცხოვრობდა მაშინ. ჩემთანა დაყვის ღამე და დღე და არარას დამიფარავდა მეუღისსა, ცოდულსა, ვითარცა უწყოდი ცხოვრება იმისი ესრეთ უნაკლულად აღწერე. ესე იგი, ეს 20 წელი გაატარა ამ სპირიდონმა თავიდან, ხო? ის ყველაფერს უყვებოდა და მერეც არაფერს მიმავლობდა. ვითარცა უწყოდი ცხოვრება იმისი ესრეთ უნაკლულად აღწერე. უწყის ღმერთმან და მამა ქრისტესიას განათლებულმა სულმან. ღმერთმა უწყის და ქრისტესია მოყავს. მოწმოთ, რომ არ არა ის შემიმატებიეს, არამედ რომელიმე დამიდუმებიეს. დამატებით არაფერი არ დამემატებია. დავაკელი ცოტა მის მოთხრობას, ნახეთ, რათა არ ამოსაწყენელი იქნეს წარუწყისქალთათვის ამის წიგნისა. წერალი ამისი მთავარდიაკონი სპირიდონ გრძელიევი 1880 წელს. ესე იგი, არაფერი არ დამემატებია, მხოლოდ დავაკელი, რომ ესე იგი მე შემიძლია უფრო მეტი დამეწერა, მაგრამ მოსაწყენი არ გამختარიყო რა, ამას ვერიდებოდი და ეს ყველაფერი მთავარდიაკონმა სპირიდონ გრძელიევმა დავწერე 1880 წელს და 9 წლის წინ გარდაიცვალა, ანუ 1871 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. აი ესეთი იყო ქრისტესია, ქრისტეფორე წოდებული ცხოვრება და დამეთანხმებით ალბათ, რომ რაღაცა გასაოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აი სულ ახლა ხანს, აი სულ ეხლა შეიძლება ეს რა შუაშია, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუა დაიბადა 1800 ბაბუა ჩემის მამა 1871 წელს. ანუ აი ცოცხალი კავშირია რა, ესე იგი 10 წლის იყო, როდესაც ეს
არ იცნობდა რა თქმა უნდა მაგას კი არ ვამბობ, მაგრამ ნუ აი დროში როგორია რა. აი სულ ახლა ხარს მოხდა ეს ამბავი. აი ესეთი დიდი მამა. ნუ მე შეგახსენებთ, რომ დღეს ეს არის საუბარი 66-ზე, რომელიც დღევანდელ დღეს ეხება წმინდა ბასუს ფაბიუს და ფლორენტიუსი, წმინდა მამერტუს ვიენელი, წმინდა იუსტინე კიეტელი 206-ი საუბარი და წმინდა მეთოდე და კირილე, რომელზეც ბევრჯერ გვისაუბრია და რაც თავარია, ვიზეს დღეს ვისაუბრეთ, ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორეთ წოდებული. მე კი ამითი გემშვიდობებით ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.